მოგესალმებით მეგობრებო, წარმოგიდგენთ AI Pulse Georgias მე-11 ეპიზოდს. ძალიან მაგარი კაცი, ჩემს სტუმრად ნიკა საკანდელიძე. ოღონდ ეხა არ მოვყვები ტრადიციულ გადაცემულ წარდგენას ნიკას, მე მინდა რომ თვითონ წარადგინოს საკუთარი თავი, იმიტომ რომ ნიკა არის ჩვენი ერთ-ერთი ქართული პოდკასტიდან, ტექ პოდკასტიდან, ასე ვთქვათ, For Loop Pod და აი წეგან ვლაპარაკობდით და ვეუბნებოდი რომ პოდკასტის ასე ვთქვათ ერთ-ერთი მაგალითი როგორი უნდა იყოს და რა აზრს უნდა ატარებდეს უბრალოდ მახასიათებლით როგორი freestyle ანუ თავისუფალი და ისეთი მოქნილი და ისეთი ლაღი უნდა იყოს ამ ადამიანების პოდკასტ სანამ შინაარსზე გადავალ ამ ადამიანების პოდკასტიდან დავინახე და მივხვდი მე ეგეთი წარმოდგენა მაქვს რომ ეგეთი უნდა იყოს პოდკასტი მიუხედავად იმისა რომ ონლაინ წერენ და არა სტუდიიდან ძალიან ლაღი თავისუფალი და მოკლედ ძალიან მაგარია და მეორე მხრივ კიდე ნუ შინაარსობრივად ჩათვალეთ რომ აი მე ჩემი პოდკასტის გარდა ალბათ საქართველოში ერთადერთ პოდკასტს რომელსაც ვუყურებ ეგ ბენეფიტიც გვაქვს ხო ეს პოდკასტია და ადრეც ვუყურებდი იმიტომ რომ ძალიან სიღრმისეული ძალიან გამოცდილი ხალხია ძალიან მაღალ დონეზე ტექნიკურად ტექნოლოგიებში ჩართული ადამიანები ბიზნესის გაგების მხრივ და მოკლედ სანამ გადავიდოდე უკვე უშუალოდ ეპიზოდზე მინდა რომ ნიკას გავესაუბროთ ორი სიტყვით და ნიკა გითხარით თქვენ შესახებ პოდკასტის შესახებაც გითხარი ორი სიტყვა და სიამოვნებით ხო და პირველ რიგში სანამ ჩემზე დავიწყებ მე მგონი ეს ეპიზოდიც ეგეთი გამოვაქვს რო რაღაც არაფორმალური და ძალიან ბუნებრივი საუბარი როგორიც გქონდა 10 ეპიზოდია ვცდილობ მაყურებელსაც ვეთქვი ჩემი აზრით მე ამაში ხელს შეგიწევ მაქსიმალურად მეც მაგის იმედი მაქვს ხო მოკლედ მე ვარ ნიკა საკანდელიძე მაზეგის co-founder-ი და For Loop podcast-ის თორნიკევნაც ახსენა ერთ-ერთი ასე ვთქვათ co-host-ი ორი სიტყვით მაზეგზე გეტყვით იმიტომ რომ ჩემი ხა ასე ვთქვათ კვირის განმავლობაში აქტივობები შემოიფარგლება ძირითადად ამ ორი ვერტიკალით მაზეგში რა გავაკეთოთ და For Loop-ში რა გავაკეთოთ ძირითადად 90% ყველაფერი ეს არის ხოლმე. ნუ მაზეგი არის რაღაც საქართველოში ერთ-ერთი პირველი AI first service provider კომპანია და სხვადასხვა საშუალო და დიდ ბიზნესებს, სხვადასხვა AI solution-ებს თავაზობთ რა. ჩემი აზრით კონკრეტულად რა AI solution-ებს რა პატერნები იკვეთება და ასე შემდეგ. მან ჩავალთ სიღრმეებში ამ რაღაც საუბრის განმავლობაში. მაგრამ ხო რაღაც For Loop-ზეც ორ სიტყვას ვიტყვი, იმიტომ რომ მგონია რომ პირველ რიგში მადლობა ესეთი კარგი წარდგენისთვის For Loop-ისთვის. ხო, For Loop-ი არის რაღაც ძალიან deep tech პოდკასტი, რომელიც ყოველთვის რაღაც ყოველი ჩვენი ახალი ეპიზოდის მიზანი არის, რაღაც ბოლო ორ კვირაში AI-ში რამე სიახლე თუ მოხდა, აუცილებლად განვიხილოთ. ჩვენით მანამდე ძალიან ბევრი რესურს ვდებთ, რომ დავარისერჩოთ, სხვადასხვა იდეები გავუზიაროთ ერთმანეთს და kinda შე როგორც ახსენე, ყველაზე არაფორმალურ გარემოში, სადაც უბრალოდ 4 მეგობარი იკრიბება და AI-ში ან ზოგადად tech-ში რამე სიახლეებზე ლაპარაკობს. ამას ვაწვდით აუდიტორიას და პირველ რიგში ჩვენ თავებში სამ რაღაც გეფებს ვივსებთ ინფორმაციულს რა. ესაა ძალიან high level-ზე ჩემზე. და ყველაზე მთავარი მე მგონი მოგწონთ ძალიან რასაც აკეთებთ. ანუ აი ის რაღაცა ვალდებულებების ან რაღაცის გამო არ აკეთებთ მოკლედ აი ჩემი აზრით ეგ არის რა ერთ-ერთი ისეთი. ჩემი აზრით რატომაც ვაკეთებთ რა. როგორც წეგან გითხარი. იდეაში ერთადერთი მიზანი ამას თავიდან რაც ქონდა იყო რომ ჩვენი მოთხოვნილები დაგვეკმაყოფილებინა. იმიტომ რომ ძირითადად აი ხლა უბრალოდ ქართულ და ზოგადად გლობალურ ტექ კომენტს რო გადავხედოთ, ყველა ტექ ადამიანს აქვს ის რომ აი პატარა სოციუმი თავის გარშემო შეიკრეს და რაღაცებზე ილაპარაკონ, რაღაცები განიხილონ, ერთმანეთს იდეები გაუზიარონ, პროდუქტები ერთად აკეთონ, ყველაზე მაგარი ეგაა ჩემი აზრით რა. და ამის რაღაც პატარა ლოკალური მოთხოვნილება რო დავეკმაყოფილეთ, მე just ასე ექსპერიმენტი ჩავატარეთ, რომ ხო არ შეიძლება ამის უფრო დასკალირება. როგორც ჩანს შეიძლება დასკალირება მარტივად და ხო რა მაგიტოვა ასე ვთქვა ეს ბუნებრივი სახე ამ ყველაფერს რა. ხო და ეხა მე მაყურებელსაც ვეთქვი ნიკას დაუსახე რაღაცა საკმაოდ რთული მიზანი, რაღაცა მხრივ და რთული ამოცანა, იმიტომ რომ დღეს ჩვენი თემა, ასე ვთქვათ, AI პროექტები და ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში, ოღონდ ამ ყველაფერზე მოკლედ მარტივად რო ვთქვა, ჩვენი პოდკასტის პრომისინგი თავიდანვე იყო და არის, რომ უნდა ვილაპარაკოთ მაქსიმალურად არატექნიკური ენით და მაქსიმალურად მარტივი და გასაგები ენით. და ამას ვხსნით იმიტომ რომ ჩვენი მაყურებლის ძირითადი სეგმენტი არის ძალიან პროფესიონალი და ძალიან ჭკვიანი ხალხი.
ოღონდ სხვადასხვა სექტორიდან, თავის სექტორში, თავის სხვადასხვა ინდუსტრიიდან, თავის სფეროში ძალიან გამოცდილი, იურიდიული სფერო იქნება თუ რაღაცა ბიზნეს ტოპ მენეჯმენტი იქნება თუ ასე შემდეგ. ანუ ძალიან გამოცდილი და ძალიან ჭკვიანი ხალხი უბრალოდ ესე deep tech სფეროში არ არის ჩართული. აქედან გამომდინარე ჩვენ დავსახეთ მიზანი მე და ნიკამ და ჩამოწერეთ ძალიან საინტერესო ლისტი, უბრალოდ მე და ნიკამ ჩამოწერეთ, თუმცა მეც აბსოლუტურად ვეთანხმები, იმიტომ რომ გააზრებული მქონდა მეც დაახლოებით მასე და ჩვენ გვინდა ამ პოდკასტში ვისაუბროთ, ასე ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტის თარგმანზე, ინტეგრაციაზე, ასე ვთქვათ, ბიზნესის სფეროში. რაღაცნაირად მთელი პროცესი მიმოვიხილოთ, აი ყველანაირი ეტაპი მიმოვიხილოთ, იმიტომ რომ ეს ამ ეპიზოდის საჭიროება ვიგრძენი იქიდან გამომდინარე, რომ ბევრ ბიზნესთან მქონდა საუბარი სხვადასხვა საკითხზე და AI-ის გარშემო მათ შორის და კარგად არ არის გააზრებული რა ეტაპებს მოიცავს და მთლიანად რა პროცესია ეს. აი ცოტა გაუგებარია AI-ის ინტეგრაცია ბიზნესში. ანუ რა, რომ თანამშრომლობა ChatGPT გამოიყენონ, რომ founder-მა და board-ი დასხდეს და გადაწყვეტილებაში დაიხმაროს, თუ რაღაცა თულები იყიდონ, თუ რაღაცა თავიანთი მოდელი განავითარონ, თუ აი მოკლედ მილიონნაირი შეკითხვა რა და აი ესეც პრობლემაა რომ გააზრებული არ არის რა და ამას მოყვება ხოლმე როგორც ყოველთვის მე შენც გეწერა საკითხებში რაღაცა გაუგებრობები, რაღაცა ისეთი დანერგვები და აი მინდა რომ ამ საკითხებზე ვისაუბროთ მე და ნიკამ, მე მგონი შესანიშნავი ეპიზოდი გამოგვივა და სანამ დავიწყებდეთ მოკლედ აქამდე ხო გეუბნებოდეთ რომ ჩემი არხი გამოიწერეთ მეთქი როგორც ჩათვალეთ რომ როგორც ჩემ არხს უწევ რეკომენდაციას რომ გამოიწეროთ თუ გაინტერესებთ ეგ თემა აუცილებლად იმავე რეკომენდაციას ლოგოსაც ამოვაგდებ იმავე რეკომენდაციას უწევ for loop pods ასევე და მეორე საკითხი რასაც გთხოვთ ხოლმე დაგვიტოვეთ ფიდბექი ორივეს აუცილებლად ნებისმიერ ეპიზოდში ფიდბექი. ვერ ვიზრდებით ფიდბექის გარეშე, როგორც ყოველთვის, ვერც პროექტებში და ვერც პროდუქტებში და ვერაფერში. გვჭირდება, რომ განვითარდეთ და რომ წინ წავიდეთ, გვჭირდება თქვენი ჩართულობა, თქვენი შეფასებები, თქვენი შენიშვნები, თქვენი რეკომენდაციები, რჩევები და აბსოლუტურად თქვენგან გვჭირდება მოკლედ ყველანაირი ჩართულობა ნებისმიერ პლატფორმაზე, სადაც დაგვაწყდებით და ერთსაც ვახსენებ კიდევ და მურჩები ძალიან გრძელი სიტყვა გადამოვიდა. ჩვენი პარტნიორი, როგორც ყოველ ეპიზოდში ვახსენებ, Geosoft-ი, Google-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და პარტნიორი, ასე ვთქვათ. ეს ძალიან კარგი კომპანია, წინა ეპიზოდი გქონდა Geosoft-ს. მოკლედ შეგვიძლია დავიწყოთ საიდან დავიწყო? აღარ ვიცი, იმდენი საკითხი გვაქვს. ესე იგი, მოდი როგორ დავიწყოთ? იცი მე გეტყვი, ხა უბრალოდ შენ რაც თქვი, მაგის ცოტა პერიფრას გავაკეთებთ, რომ რაღაც დავკალიბრირდებთ, რომ ვიცოდეთ, რომ ერთ რაღაცაზე ვსაუბრობთ რა, ანუ და დიდი ალბათობით ზუსტად ეგაა რაღაც ყველა ბიზნესის წარმომადგენლის პრობლემა ეხლა, რომ ყოველდღე ნებისმიერ სოციალურ ქსელში რო შევიდეთ, Twitter-ზე, LinkedIn-ზე, Facebook-ზე, ყველგან წერია, ვიღაც ახალმა კომპანიამ დაინტეგრირა თავისი რაღაც ახალი AI აგენტი. არ ვიცი, რაღაც ახალი use case-ი უპოვეს და თანამშრომლებს უშვებენ სამსახურიდან და ოპერაციულ ხარჯებს ზოგავენ და ასე შემდეგ და იმდენი ესეთი ინფორმაცია არის, ყველა ადამიანს ავტომატურად რაღაც ბიზნეს წარმომადგენელს ის ურჩება, რომ ხო არ შეიძლება ჩემ ბიზნესში ეს რამენერად გამოვიყენო. და იმდენად დიდი გზა არის, რაღაც ამ უბრალოდ სოციქსელებში არსებული ინფორმაციიდან, რომ ანუ მე ჩემ ბიზნესში როგორ უნდა გამოვიყენო, რომ მე მგონი აი ჩვენი საუბარი მაგას უნდა ემსახურებოდეს, რომ რეალურად ეს ამდენი ინფორმაცია რაც გარეთ არის, როგორ რანაირად რელევანტურად შეიძლება დავმეპოთ, ანუ გადმოვიტანოთ, ასე ვთქვათ, ყოველდღიურ სტანდარტულ, ან რაღაც არასტანდარტულ ქართულ ბიზნესებში, რაღაც მე მგონი. რა ფორმებით? საერთოდ რა, კი, და მეორე ალბათ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უნდა გავიხილოთ, არის რომ ამ სოციქსელებში რეალურად არის ძალიან ბევრი ხმაური. ანუ ხმაურში გულისხმობ, რომ არარელევანტური ინფორმაციაც ძალიან ბევრი მოყვება რელევანტურ ინფორმაციას. და მე მგონი მაგასაც რაღაც ეტაპზე ამ ჩვენ საუბარში შევეხოთ, რომ ზოგადად რა შეიძლება იყოს რელევანტური, როგორ შევძლოთ იმის შეფასება, რა არის რელევანტური და რა არ არის რელევანტური. ეგეთ ჩემი აზრით ძალიან დაიხმარება შესმაყურებლებს. ხო, იდეაში, მაშინ მოდი რაღაც ეხლა მე თავში როგორც მაგ დალაგებული, აქედან დავიწყოთ და სანამ დაიწყებდე ბოდიში გაგაწყვეტინე. ზეგან აღარ გაგაწყვეტინე რომ ლაპარაკობდე. Twitter-ი ახსენე და არა X-ი და ეგ ითვლება ერთ-ერთი ფეილად, ოღონდ შენი ფეილი არ არის. ეს არის იმის ფეილი, ვინც სახელი ჩემი აზრით ეგ ფეილი. გუშინ წავიკითხე, just გიყვები, ხო რომ ეგ არის ფეილი, იმიტომ რომ
შენ კი არა რებრენდინგი მოახდინეს და ხალხი ისევ ტიტანებს. შენ კი არა, აბსოლუტურად მეც მათ შორის და რავი, სულ ყველა აბსოლუტურად აი 10-დან 100-დან ალბათ 99% მოიხსენიებს Twitter-ად და არა X-ად. კი, ძალიან სწორი პოინტი არის, ხო. მაგრამ ნუ ის არის რა, ამდენი წელი Twitter-ი რო ერქვა, რებრენდინგი ქაინდა 2 წლიანი რებრენდინგი არ მუშაობს ეგრე კარგად რა. ოკეი. ჩემი აზრით რაღაც უფრო რა დინამიური მინდა რომ ეს ყველაფერი იყოს, ცოტა conversation-ში შევიდეთ ერთმანეთთანაც. მაგრამ პირველი, აი ზოგადად ეხლა მაზეგშიც ყოველ ახალ ბიზნესთან ჩვენ რომ მივდივართ, ან ყოველი ახალი ბიზნესი ჩვენთან რომ მოდის, რაღაც ასე ვთქვათ, პირველი გეფი რასაც ვეჩეხებით ხოლმე, ყოველთვის არის რომ და ეს არის 90% кейსები, რომ კონკრეტულად ბიზნესებმა ზოგადად არიციან ხოლმე რა შემთხვევაში რა უნდათ და ჩვენ როგორც რაღაც opportunity finder რაღაც ორგანიზაციას გვეუბნებიან, რომ სადმე ხوار შეგიძლიათ ჩვენთან, ასე ვთქვათ, AI დაინტეგრიროთ რა. აი, სადმე ხوار შეიძლება აი ყველა რო AI-ს აინტეგრირებს, ჩვენთანაც რაღაცა გავაკეთოთ. ჩვენთან როგორ შეიძლება ჩვენი ბიზნესი დავაოპტიმიზიროთ რა. აი, მაგ პროცესში შერასაბობ მე კარგი ხანი ვყოფილ ვარ მეორე მხარეს. ბიზნესის მხარეს? ოკეი. მხარეს და აი სრულად მესმის ახლა შენ რასაც ხსნი და ჩემი აზრით თუ გაინტერესებს მანდ ბიზნესია პასუხისმგებლობა რომ ძალიან სერიოზული პრობლემა უბრალოდ ორივე მხარეს არის პასუხისმგებლობა მოდი სიმართლეს გეტყვი რა იქ იმ კონტექსტში ადგილზეც არ იყო სრულყოფილად გააზრება სად რა გვჭირდებოდა და როგორ ტექ პროექტებს გულისხმობ ასე ვთქვათ და სურვილი იყო მაგრამ ცოტა ასე ვთქვათ გაჭედილი იყო სიტუაცია მერე გამოსწორდა აშკარად მაგრამ ნუ ჯამურად მოკლედ აქეთაც იყო პრობლემა მაგრამ ტექ ხალხის ტექ კომპანიებთან მეგეუბნები სიტუაციას რომ 5 6 7 10 კომპანიასთანაც კი მქონია შეხება ამ ხრივ და უმეტესწილად იმათთანაც იყო პრობლემა რომ ისინი ყოველთვის ითხოვდნენ რომ აი დამახოდრეთ გამზადებული ყველაფერი მეგეუბნები გამზადებულში აი ეს პროცესი მთლიანად სად რა როგორ რანაირად და იმათ ძალიან ეზარებოდათ ხოლმე ჩართულობა კი და ეს იდეაში რაღაც ძალიან ბუნებრივიც არის ხო იმიტომ რომ ანუ სტანდარტულად ყოველთვის რაღაც ნებისმიერი ახალი ტექნოლოგიის დანერგვაც ეგრე მუშაობს ხო ორი პატერნი არის რომ ან ბიზნესმა იცის რა უნდა და უბრალოდ ეძებს ადამიანებს ვინებიც ამას გაუკეთებენ ან მეორე არის რომ მოდით ამ discovery ფაზასაც ეძახიან რა ანუ გამოძიების ფაზას რომ მოდით თქვენ შემოდით ჩვენთან ამ თქვენი ექსპერტიზით დაგვიდგინეთ რა შეიძლება ოპტიმიზაციების შემოტანა კიდე ეს იქნება რაღაც ჩატბოტის flow რაღაც აგენტური flow რო აგენტური ტექნოლოგია რო რაღაც ოპერაციული პროცესები დავაოპტიმიზიროთ თუ სხვა ჩაშლები ეს მეორე მხარე ძალიან ინტენსიურად არსებობს რა მაგრამ რეალურად ხო ეხა საქართველოში და რეალურად არ მარტო საქართველოში რა გლობალურად რასურათაც ვუყურებთ არის ეგ რომ ანუ ერთი ვარიანტი არის რომ ბიზნესმა იცის რა უნდა და მეორე ვარიანტი არის რომ ბიზნესმა არ იცის რა უნდა უბრალოდ ადამიანებს ეძებს პრობლემაც ძალიან კარგად იციან ეს ბიზნესები, სხვა ბიზნესები რას როგორ იყენებენ და პატერნებს იყენებენ მე სხვაგან. იმიტომ რომ მაგრამ სხვა პატერნი ყოველთვის არ არის გამოსადეგი ყოველთვის 100% შემთხვევაში იმ ორგანიზაციის კონტექსტში, იმიტომ რომ განსხვავდება მაგ კონტექსტში შეიძლება რაღაცა სპეციფიკები იყოს განსხვავებული. კი, აი მანდ უფრო რას ვიტყოდი იცი რომ ანუ პატერნები ერთ-ერთში არ გადმოდის, ანუ მაგალითად ერთ ბიზნეს რაღაცას თუ გაუკეთე ან ჩვენ როგორც კომპანიას თუ დარესერჩებული გვაქვს რომ აი ზოგადად ეს ტენდენცია შეიმჩნევა რომ სხვადასხვა ბიზნესები ევროპაშიც ამერიკაშიც ამას აკეთებენ. ერთ-ერთში რა თქმა უნდა ძალიან დაბალი ალბათობა არის რომ ეჩი კი მოხდეს რომ აი ქართულ რომელიღაცა კომპანიასაც ზუსტად ეს მოუნდეს და ზუსტად ეს გაუკეთოთ და ამით რაღაც რეალური პრობლემები მოუგვაროთ. თუმცა რა ანუ ასე ვთქვათ ამ პატერნების რაღაცა პროცენტით ანუ ინდიკატორი არის იმისა რომ ოკეი ანუ აი ამ პრობლემებზე ჩაჭერა შეიძლება. რეალურად ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის რა ერთი ჩემი აზრით აი შენ მაყურებელს ბიზნეს წარმომადგენლებს ვინებიც რაღაც შეიძლება ბევრ სხვადასხვა ინდუსტრიაში არიან ანუ ერთი რაღაცა ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ამ AI hype-ში და მაგას ჩვენც ვამჩნევთ მასზე როგორც ორგანიზაციას, რომ AI hype იმხელა არის, რომ ბიზნესები იწყებენ AI-ის კეთებას მარტო იმიტომ, რომ AI აკეთონ. და არა იმიტომ, რომ ან ფული დაზოგონ, ან უფრო მეტი ფული იშოვონ და ასე შემდეგ. ტრენდი არის და იდეაში ჩვენ რაღაც წარსულს რო გადავხედოთ, ძალიან ბევრ ტექნოლოგიას, ახალ სიახლეს ეს ტენდენცია აქვს ხოლმე, თან დაძლევს ყოველთვის რა. თუმცა აი ეხლა რაღაც AI-ის hype-ი მე მგონი რაღაც წინა 10 წლის hype-ში ერთ-ერთი ყველაზე ესეთ გამორჩეულია და ეხლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესის ასე ვთქვათ წარმომადგენლების მიერ, რომ ძალიან ასე ვთქვათ რაღაც კაცრ ლინზაში გაატარონ, რომ AI-ის მარტო იმიტომ გვინდა რომ ან AI მარტო იმიტომ გვინდა რომ გავაკეთოთ რომ უბრალოდ ყველა AI-ის აკეთებს თუ რეალურად რაღაც გამოყენება შეიძლება. ეხლა აქ მეორე საკითხი იშლება თუ როგორ უნდა მივხვდეთ AI-ის მართლა რაღაც პროცესების ოპტიმიზაცია ჩვენთან და ჩვენ ასე ვთქვათ კომპანიის
კეთილდღეობის მოტანა შეუძლია, თუ არ შეუძლია და რეალურად ალბათ ეს იქნება საკითხი, რაზეც მოგვიწევს ცოტა ტექნიკურად რაღაც ეთლისტ ტერმინებით შევეხოთ რაღაცებს, მაგრამ ვეცადოთ რა ხო რაღაც ისე აღსად ყველაფერი რომ გასაგებია. აბსოლუტურად მართალი ხარ, რასაც ამბობ. უბრალოდ მან ერთი პატარა პრობლემა გვხდება ხოლმე ხშირად კიდე ნახე, შენ რომ ხო, ეგ განსაზღვრება რომ მოხდეს ზოგ კონტექსტში თვითონ ორგანიზაციული პროცესისა და სიტუაციის კარგად ცოდნა საჭირო ხდები, რომ შემდეგ ნაბიჯად უკვე ეს ჩამოყალიბო და ხო ზოგი ცდილობს რომ ასე ვთქვათ გადაახტეს რაღაცა პროცესებს და მეხუთე კიბიდან დაიწყოს. კი და მან საფეხურიდან დაიწყოს კიბეზე ასულა. ერთ კიდე რასაც აი ძალიან ხაზს გაუსვავდი არის რომ და ეს შეიმჩნევა 100% ბიზნესებში, ჯერ ვისთანაც რაღაც შეხება გქონია და ანუ იმიტომ რომ ძალიან ადამიანური ფაქტორი არის რა. და მინდა რომ ეს მითი დავამსხვრიო, რაც შეიძლება მტკინვეული მითი იყოს, მაგრამ მაინც მითის დამსხვრევა გამოდის რა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი და კომპანია AI-ს უყურებს როგორც ჩვენ კომპანიაში რისი დაოპტიმიზირების და გაკეთების საშუალება რეალურად აქამდეც კაი ხანი გქონდა და რასაც რატო რაღაც მიზეზების გამო არ ვაკეთებდით, AI არის რაღაც ასე ვთქვათ, omnipotent, ყველაფრის გამკეთებელი ტიპი, რომელსაც just რაღაცებს ვეთქვით და ეს ყველა პროცესებს დაგვილაგებს. და რეალურად საერთოდ არ არის ეგრე. რომ ანუ რეალურად რაღაც კომპანიაში შიგნით აი შეიძლება თქვი პროცესები, data, სხვადასხვა ვერტიკალები თუ დაულაგებელი არის. იდეაში AI-ც ზუსტად ეგრე დაულაგებლად იმუშავებს, მერე თუ რაღაც სხვადასხვა ასპექტებში გინდა ეს chatbot-ი იყოს, გინდა ანალიტიკის თული, რომელსაც რაღაცას ელაპარაკები, რომ გაყიდვები რამდენი მქონდა წინა ერთი თვის განმავლობაში ამ კონკრეტული პროდუქტის, გინდა ეს მეორე ალტერნატივა და გინდა ნებისმიერი სხვა აგენტური flow. ასე რომ ხო ანუ მითის დამსხვრევის ასე ვთქვათ პერიფრაზე რომ გავაკეთოთ არის რომ AI არ არის ის ტიპი რომელიც რაღაც ყველაფერს აკეთებს. AI-ის უნდა ძალიან კონკრეტული ინსტრუქციები, ძალიან კონკრეტული ამოცანები და ძალიან კონკრეტული ასე ვთქვათ გადაწყვეტების ახსნა, ანუ პროცესების აღწერა რა. და ეს თუ ბიზნეს შიგნით დაალაგებული უკვე არ აქვს. მაგალითად აი ძალიან შორებურად შეიძლება რომ დაალაგებული არ ქონდეს ნებისმიერ ბიზნესს. და ზუსტად მან შემოდის რაღაც ჩვენაირი კომპანიების ასე ვთქვათ წილი, რომ ოკეი, გარდა იმისა, რომ ჩვენ ზუსტად იმიტომ რომ მარტო ტექში კი არ ვართ ჩვენ მაგრები და ზოგადად რაღაც ესეთი სერვის კომპანიები. ჩვენ ვართ კიდე ანუ ბიზნესის მხარე გვესმის ისე ძალიან ასე ვთქვათ ელეგანტურად დავარქვათ რა, რომ დაახლოებით ეს systems thinking რა არის, რომ ანუ პროცესები როგორი უნდა იყოს, მიზანი რა არის, data როგორ უნდა იყოს შენახული და ასე შემდეგ. ეგ თუ არეული არის, სანამ საერთოდ AI-ზე ლაპარაკს დაიწყებთ ნებისმიერ კომპანიასთან. ჯერ მაგაზე აუცილებლად უნდა დაფიქრდეს რა კომპანია. ყველაზე მნიშვნელოვანი ინსაიტია. მე მგონი, იმიტომ რომ ყველაზე განსაკუთრებით საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ეგ არის რა. კი, და ეს ალბათ ეგ პრობლემა საერთოდ ერთ რაღაცას ვიტყვი. ჩემი აზრით ზოგჯერ რაღაცა მომენტში თვითონ AI პროექტი ხა ძალიან მასშტაბური და ძალიან ღირებულია და ასე ვთქვათ რაღაცა, მაგრამ აი ეს პრობლემა რაც ვთქვით, აი ამ პრობლემების მოგვარება უფრო პრობლემატურია ზოგჯერ ჩემი აზრით, ვიდრე თვითონ AI პროექტის მოტანა და დანება. ჩემი აზრით აი 100% გეთახმები მაგაში, იმიტომ რომ აი წარმოვიდგინე რაღაც ბიზნესი ხა 10-15 წელი არსებობს. და მუშაობს რაღაცა ერთ ხაზზე, ანუ სტანდარტულად ამ სტილით მთელი ორგანიზაცია შეჩოულია ამით და ეხა მოდის რაღაცა ვიღაც ახალი ტიპი AI პროექტი, ასე ვთქვათ, რომელიც ითხოვს რომ მე თუ გინდათ რომ მე სარგებელი მოვიტანო, მაშინ გადაალაგეთ ყველაფერი ახლა თქვენ, გაამზადეთ რაღაცა სხვანაირი სტრუქტურა შექმნით და მე მოგიტანთ ძალიან მაგარ სარგებელს. ზუსტად და მოდი ორი სიტყვით რა შევეხოთ, იცი, იმიტომ რომ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. ეს ანუ ეხა რეალურად ჩვენ ასე ვეჩხებით, ხო, ჰაიპსა და რეალობას შორის რამდენად დიდი ჩავარდნა არის და რამდენად ყველა ასე ვთქვათ იმაში გაღმერთებულად აღიქვავს AI-ს და რეალურად რამდენად უფრო სხვა მხარეს არის ბევრად მეტი საქმე და ბევრად მეტი რესურსი დასახარჯი რა. და ამის რაღაც ძალიან ტრივიალური ახსნა არის, ხო, ეხლა უბრალოდ ცოტა ლოგიკურად რო შევხედოთ, რომ ჩვენ თუ ამ სოციალურ პოსტებს AI-ს, ნებისმიერ ინფორმაციას, რაც სადმე ტრიალებს, ცოტა ეს რაღაც კარგად გავფილტრავთ, შევხედავთ, რომ რეალურად ეს ჰაიპი და ეს კონტენტი საიდანაც მოდის არის ისევ ეს AI კომპანიები რა. და ამ AI კომპანიებს საერთოდ არ აწყობთ, რომ ჩვენ ის ინფორმაცია მოგვაწოდონ, რომ AI რო ეფექტურად ჩვენ კომპანიაში გამოვიყენოთ, გინდა რაღაც აპლიკაციის მხრივ, ან გინდა რომ თანამშრომლობა კარგად გამოვიყენონ უბრალოდ როგორც თული. აქ რამდენად ბევრი რესურსია კომპანიებს დასახარჯი, იმიტომ რომ ეს ეგრევე turn off-ი არის, ესე ვთქვათ რა. და აი ხო ეგ არის რა, ანუ ეგ ასე ვთქვათ მისმეჩი ძალიან დიდი არის რეალურად რა. ერთი რაღაცა გამახსენდა, აი ამ AI news-ებზე მეც აქტიურად მუშაობ, მოკლედ რა, როგორც LinkedIn-ზე, ასევე TikTok-ზე, ხო, მაყურებელს გამოიწერონ ორივე ჩვენი ეს არხი. TikTok-იც გავაკეთე. კი, აბა, ძალიან აქტიურად ძალიან. და იცი რა, ეგეთი აი დღეს ვეუბნებოდი მადონას, რომ ეგეთი კონტენტ ლაინები ჩამოვაყალიბე რა.
აბსოლუტურად გამოვყავი რა ცალკე content line-ი ჩამოვყალიბე რომ ეს არის AI news-ი just რაღაცა ჩინეთში AI ჰოსპიტალი გაიხსნა ამ ტიპის news-ი მეორე AI news-ები ხო content line-ი გამოვყავი AI news-ები ასე ვთქვათ ინსტრუმენტებთან დაკავშირებით ChatGPT-ის AI აგენტის ტიპი დაემატა და მესამე ყველაზე დიდი AI ასე ვთქვათ ყველაზე დიდი content line-ი გამოვყავი კონკრეტული user case-ები. ანუ ვიდეოებს ფაქტობრივად ყოველდღე წერ კონკრეტული user case-ზე აწყობილს რა რაღაცა ნედლი მონაცემები ავიღე აი ძალიან უტრირებულად ვამბობ და ისე უხეშად. ნედლი მონაცემები ავიღე, ვაჩვენებ ვიდეოში, ფაილი ავიღე, მივეცე powered relay AI-ის იმან ანალიზი გააკეთა, მერე manus AI აგენტში წავიღე იქ ისა, აი რაღაცა flow-ა ვაწყე რა. ან რაღაცა ტრანსკრიფცია გავაკეთე რაღაცის, ან მოკლედ ვეძებ ასეთ პატარა user case-ებს, ზოგი პატარა, ზოგი დიდი, ზოგი მნიშვნელოვანი და აი ყველაზე დიდ ასე ვთქვათ content line-ი ვაქცი ეს, რომ ვცდილობ ყოველ შემთხვევაში, რომ აი ჩემი კონტენტის ყველაზე დიდი ნაწილი შევავსო აი ამ ტიპის კონტენტით რა, აი კონკრეტული user case-ები, რომელიც არ იქნება ერთ მიმართულებაზე მორგებული, მაგრამ აი ამოკრეფა შეუძლია რა, ვინც თევზაობს სოციალში, სიტყვაზე რა უსმენს TikTok-ზეც და რაღაცის დაჭერა აქედან შეუძლია რა. იმიტომ რომ მეც აი ჩემი გამოცდილებიდან მეც ხო შემხვედრია ხა AI news-ი რაღაცა მომენტში not so profitable რა ანუ რაღაცა კონკრეტული user case-ი რო შემხვედრია ძალიან კარგად გამომიყენებია ის რა დამიმახსოვრებია დამისეივებია და მე ძალიან კარგად გამომიყენებია რა და ხო ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით რომ ეგეთი გამოყენების მაგალითები გაიშიფროს კი და იდეაში ხა მე რაც მინდა კიდე არის რომ ჩვენ საუბარში რაღაც ცოტა ხელშესახებებზე ძალიან პრაქტიკულ და რეალურ მაგალითებზეც ვილაპარაკოთ, მაგრამ სანამ მაგ ასე ვთქვათ ვერტიკალში გადავალთ, მაგრამ რაღაცებზე ვისაუბრებთ, რაც 2 წუთი შევაჯამოთ, წეღანაც ვილაპარაკეთ, ან ცოტა ნეგატიური კონოტაცია შეიძლება და დაჰკრავთ ამ ყველაფერს, მაგრამ ანუ რეალურად ასე ვთქვათ შეჯამება რაც არის რომ AI მართლა ისეთი მაგარი რაღაცაა, მართლა ზუსტად ეგეთი პროდუქტიულია, როგორიც შეიძლება ნებისმიერ ბიზნესს, ასე ვთქვათ, წარმოადგენელი კონდეს და ზუსტად იმ ბენეფიტების მოტანა შეუძლია 90% კომპანიებისთვის, რა წარმოადგენაც და რა ასე ვთქვათ, ვაიბიც ზოგადად ფიგურირებს. უბრალოდ ამის ასე ვთქვათ დაინტეგრირება და ამის ასე ვთქვათ წყობში მოყვანა უფრო ბევრ რესურსის დახარჯვას მოითხოვს, შიგნით რო პროცესები იყოს დალაგებული, ვიდრე უბრალოდ ასე ვთქვათ AI აგენტი ან რაღაც გავს ტექნოლოგია რო შეიქმნას უშუალოდ კომპანიისთვის. და ნებას არა მარტო რესურსების და ნებას და change management-ს. რაც არის საკონკრეტული საკითხი, ზოგჯერ აი მე ჩემი გამოცდილებიდან ყოფილა რომ თანხები და დრო როგორც ასეთი ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი პრობლემა არ ყოფილა, მაგრამ change management-ი და კულტურა და ნება და ის აი ეგეთი საკითხები ყოფილა რა. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ეგ, იმიტომ რომ როგორც წესი, ხო პირიქით უნდა იყოს ყველანაირი ლოგიკით, რომ გაჭედილები უნდა ვიყოთ ფულში, დროში, მაგრამ კულტურა ახლა ასე თუ ისე უნდა იყოს, მაგრამ რაღაც საქართველოში სხვანაირად ხდება ხოლმე, როგორც ყოველთვის კომპანიებში, აუცილებლად რომ აი ეს კულტურის თემა, ასე ვთქვათ, და რაღაცა ნარატივები და ნება უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე, რამდენად ტექნოლოგიურია. კი, ძალიან ჩემი აზრით ძალიან სწორი შეფასება არის ეგ რა. ძალიან. და ხო, ანუ იდეაში ძალიან კარგად ეხმაურება წეღარავს თქვი მე რა, ანუ ძალიან კარგად, რომ კონკრეტულად ეს არ მგონია რომ მარტო ქართული ბიზნესების, ასე ვთქვათ, გამოწვევა დავარქვათ. პრობლემები ჩემი აზრით რაღაც ნაკლებად არსებობს ხოლმე, ზოგადად მით უმეტეს ისეთ რაღაც რაციონალურ კონტექსტში, როგორც არის ბიზნესი, მანდ უფრო არის გამოწვევები. და ყველა გამოწვევას რაღაც თავისი მოგვარება აუცილებლად აქვს რა. მაგრამ ხო იმას ვამბობ, რომ ჩვენ ახლა არა მარტო ქართულ კომპანიებს ვემუშავებით ამ AI ინტეგრაციებში და მართლა პირდაპირ მნიშვნელობით ყველგან არის, უბრალოდ მართლა როგორც თქვი, ამის სურვილი და ღიაობა დავარქვათ, როგორც ორგანიზაციულ დონეზე ღიაობა უნდა იყოს, რომ ახალი ტექნოლოგიის და მით უმეტეს ესეთი ფუნდამენტური ტექნოლოგიის დანერგვა კომპანიაში ყოველთვის ასოცირდება რაღაც ცვლილებასთან. და ზოგადად ცვლილებებთან ადამიანები ალბათ ყველამ ვიცით როგორც ვართ ინდივიდუალურ დონეზე და წარმოიდგინე კულტურულ და უფრო მასშტაბურ დონეზე საერთოდ ეგრე იქნება ყველა, ხო? ერთხელ ერთ საჯარო ლექციას ვატარებდი რამდენიმე თვის წინ და ბიჭმა დამისვა ასეთი შეკითხვა, რომ თორდიკა როგორ წარმოგედგენიაო, რომ წარმოიდგინე AI პროექტი მოიტანეს და უნდა ჩაბარდეს რომელიღაცა თანამშრომელთა ჯგუფს, რომელიც პოტენციურად შეიძლება იყოს შეცვლადი ამ AI პროექტით. აი, საერთოდ ეგეთ кейსები ძალიან ხშირი არის, ძალიან და ცოტა უხერხულობის მომენტიც არის ხოლმე, მაგრამ ხა
ხო და მოდი ხარ რადგან მაგ საკითხს შევეხეთ, ნელ-ნელა გადავიდეთ ცოტა ხელშესახებ რაღაცებს, რომ გავიგეთ. AI ძალიან მაგარი არის. Ну, at least შეიძლება ჩვენ ვერ გავიგეთ, შეიძლება ყოველმა რაღაც მომდევნო ადამიანმა არ იცოდეს, მაგრამ ფაქტია, რომ სოციალურ ქსელებში და ზოგადად კომპანიებს, რო შევხედოთ, ყოველი მეორე კომპანია იწყებს ახალი AI ტექნოლოგიის ასე ვთქვათ დანერგვას. და პირველი ყველაზე მარტივი use case-ები, საიდანაც დაიწყო ამ საკითხის მოთელვა, უშუალოდ კომპანიებმა საიდანაც დაიწყეს იყო ყველაზე მარტივი, ხო? Chatbot-ები, როცა რაღაც ძალიან ბევრ კომპანიას ადამიანური რესურსი ყავს, ასე ვთქვათ, მომარაგებული, რომ ეს იქნება მესენჯერი, ასე ნებისმიერ რაღაც call center-ის, ასე ვთქვათ, ინტერაქცია თუ ასე შემდეგ, რომ რაღაც უბრალოდ კითხვები მოდის და ამაზე ადამიანების ხედან და კითხვებს პასუხებს უბრუნებენ და ასე შემდეგ, რომ ასე customer experience-ი კარგი გახადა. და ეს იყო რაღაც პირველი ვერტიკალი, პირველი use case-ი, რომელშიც რაღაც თავიდანაც საკმაოდ ესე პროდუქტიულად შემოვიდა და მით უმეტეს ეხლა როგორც ახალი მოდელები ვითარდება და ასე ვთქვათ, პროგრესირდება, ეხლა რეალურად ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე ბრჭყალებში ვიტყვი გაცვეთილი საკითხი, როცა ნებისმიერ შენ მაყურებელ ასე ვთქვათ ბიზნესის წარმომადგენელს თუ დღეს თქვენ ამ რაღაც მომხმარებელთან ინტერაქციაში ჩათის მხრივ, voice-ის მხრივ, რაღაც ადამიანურ რესურსი ყავთ, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანური რესურსი აღარ იქნება, 100% ჩანაცვლება ნამდვილად არ არის, თუმცა მთელი მიზანი ამ chatbot პროექტების არის, რომ ის რაღაც ყველაზე მარტივი, ძალიან გამეორებად და ძალიან ხშირი კითხვები ზოგადად კომპანიაში რაც შემოვდის ხოლმე. ასე ეს პასუხები უკვე ტრივიალურია, უკვე ძალიან მარტივია და უკვე ასე ვთქვათ, არაფერ დინამიურ აქტივობებს არ მოითხოვს. ეგ რესურსი, მოდი AI-ს გადავაბაროთ. AI, რომელიც ყველაზე ძლიერი რაში არის, ხო? თუ კონტექსტს და ასე ვთქვათ, მოცემულობას კარგად აუხსნით, როგორ უნდა მიწეროს, რა სიტყვები უნდა გამოიყენოს, ზოგადად კომპანიის ბექგრაუნდი რა არის. იცი რა, ერთ რაღაცას დავამატებდი, ნახე, რასაც აბსოლუტურად სწორია, ჩემი აზრით და კი, უბრალოდ მაგამდე კიდე ერთ ნაბიჯს ხედავ მე სიმართლე გითხრა. და ეგ ნაბიჯი არის, რომ just AI ბოტები არსებობს და კოლექტივში, თანამშრომლებში just გამოიყენეთ. აჰა, ოკეი, ანუ ეგეთი დონე ხო რა თქმა უნდა, ეგ ჩემი აზრით, ყველაზე basic ვარიანტი რა, სანამ და ამის მერე მოდის ჩემი აზრით შენ ასამოფე. ზუსტად, ანუ ჩემი აზრით მე XTF-ი გამოვტოვე, იმიტომ რომ ჩემი რეალობის გადმოსახედიდან ძალიან ხშირი არ არის ხოლმე кейსები. და დამიჯერე რომ აი ამ სტეპშია ბევრი გაჭედილი რა, რომ აი ფიზიკურად არაფერი პროექტ, სხვა პროექტ, just აგერ chatbot-ები, აგერ $100 ან $150 ყოველთვე გამოვიწეროთ რაღაცა ვიღეთ და გამოიყენე აი იურისტი ხარ თუ ვინ ხარ ბუღალტერი ხარ თუ რა მიმართულებაში მენეჯერი ხარ ჯობლურ დაიწყე გამოყენებ. კი, რეალურად ხო მართალი ხარ. ეგ ქართულ რეალობაში ნამდვილად ძალიან ინტენსიურია და მოდი ხო მაშინ ორი სიტყვით მოვიხილოთ. აი ეგ კონტინგენტი ვინც არის მაგათ გავაცნოთ ზოგადად რატო აუცილებლად უნდა გამოვიყენონ, ანუ უბრალოდ ალტერნატივა აღარ ექნება ცოტა ხანში და მაგიტვან, იმიტომ რომ ყველა ვინც სხვა გამოიყენებს, მათზე რაღაც 10 ნაბიჯით წინ იქნებიან, ზუსტად იგივე აქტივობებში, რაც ისინი აკეთებენ და უბრალოდ ისინი ჩავშალოთ, რომ ხელშესახები მაგალითები მივცეთ რა. აი მაგალითად ეხა ყველაზე ტრივიალური რა, ყველაზე ბეისიკებიდან დავიწყოთ. მოდით რაღაც რუკასავით ავაგოთ, mindmap-ი ავაგოთ რა. ყველაზე ბეისიკი რა არის, ხო? ყველას მაგალითად ყოველ დღე დიდი ალბათობით გვიწევს მეილების წერა. აი ძალიან ბევრი მეილების წერა. ანუ უფრო ჩემთვის ყველაზე ასე ვთქვათ, მტკივნეული აქტივობა რაცა ძალიან ბევრი მეილის წაკითხვა და გაანალიზება და ამის ასე ვთქვათ, აქედან რაღაც გადაწყვეტილებების მიღება. და რავი რა, ანუ old way to do this, ანუ რაღაც ძველი გზა ამას როგორც ყველა აკეთებდა არის, რომ პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენ დროს ხარჯავდით, რომ იმეილები დაგვეწერა, ისე როგორც მე დავწერდი, ზუსტად, იმეილები გაგვეანალიზებინა და ასე შემდეგ. თუმცა ეხლა რეალურად აი თქვენ ვინც რაღაც ამაში დროს ხარჯავთ ძალიან ბევრს, ჩემი აზრით, ანუ ამ და გადაცემას როცა ნახავთ და აი ამ კონკრეტულ მომენტს როცა მოусმენთ, ნებისმიერი მეილი გახსენით, რაც inbox-ში გიგდიათ და ზუსტად რომელიც უკვე დააპროცესეთ, რომელიც უკვე გაანალიზეთ და აქედან რაღაც გადაწყვეტილება მიიღეთ და GPT-ს ჩავკოპირეთ, აუხსენით მოცემულობა რა იყო, ანუ რისი ამოღება გინდოდათ, უბრალოდ სენტიმენტის ანალიზი გინდოდათ, შინაარსის გააზრება გინდოდათ, თუ უბრალოდ key point-ების ამოღება. იმიტომ რომ ბიზნეს მეილები საკმაოდ ხშირად ძალიან დიდი არის ხოლმე, ძალიან ბევრი ფაილი აქვს ხოლმე მიატაჩებული და საკმაოდ ესეთი ინტენსიური ინტელექტუალური რესურსი საჭირო, აქედან რაღაც ინფორმაცია ამოვკრიბოთ. მაგრამ თქვენ თუ ზუსტად მე თვითონ მეილის ტანს, ყველა ფაილს GPT-ს ჩაუგდებთ და ძალიან სწორად, როგორც ასე ვთქვათ, თქვენს სხვა თანამშრომელს დაავალებდით, რომ ეს გაეკეთებინათ. ეგრე GPT-ს დაავალებთ, დარწმუნებული ვარ რაღაც დაახლოებით 3 წამში, ხო, რაღაც average time window არის 3 წამი GPT-ს, რაც რაღაც 2 წამი, 3 წამი პასუხი რომ დაგიბრუნოს, იმაზე ბევრად კარგ შედეგს დაგიბრუნებთ
ძალიან ბევრი დროის დაზოგეთ, ვიდრე თქვენ გააკეთებდით ან სხვა თქვენი თანამშრომელი რა. ან დავამატებდი რაღაცა პრეზენტაცია გავთქვა, აი ძალიან basic რაღაცებზე ვსაუბრობთ ახლა, უბრალოდ მაინც ვახსენოთ და ჩემი აზრით ხომ მოდი კიდე ძალიან ბევრი მინდა რომ თულებიც ვახსენოთ. აი მაგალითად პრეზენტაციებზე გამა აპარი ესეთი ძალიან ცნობილი აპლიკაცია. ქართულად ვერ აკეთებს, GenSpark AI ასეთი აპლიკაცია, რომელიც ქართულადაც აკეთებს და Manus AI, რომელიც ქართულადაც აკეთებს ძალიან მაღალ დონეზე პრეზენტაციებს, გადმოწერად შეგიძლიათ როგორც PDF ფაილად, ასევე PowerPoint-ში, დაედიტებად შეგიძლიათ ადგილზე და მოკლედ ძალიან კარგად აკეთებს. კი, და აი ზუსტად ამ აუდიენციისთვისაც ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იქნება, რომ ზოგადად რაღაც ძალიან სკეპტიკურად უყურებენ ხოლმე რაღაც ქართული ბიზნეს წარმომადგენლები, რომ ანუ ქართულად ვერ ლაპარაკობს, ან ქართული ფაილების ანალიზი არ შეუძლია და მე ვერ დამეხმარება დიდი ალბათობით. და უბრალოდ ეხა აქ ამ ხას ძალიან არ ჩავყვები, ერთადერთი რაც მინდა რომ ანუ ყველამ დატესტოს არის Google-ის მოდელი, Gemini-ის, ასე ვთქვათ, მობილური აპლიკაცია გადმოიწერეთ ტელეფონში და ქართულად დაელაპარაკეთ, voice mode-ი აქვს ესეთი ბატონი და ქართულად დაელაპარაკეთ და ნუ ჩემი რაღაც ერთი თვის წინ პირველად რო გავტესტე, უბრალოდ ასე ვთქვათ, გაუცებული ვიყავი, პირდაპირ მეშვეობით გაუცებული, იმიტომ რომ აქამდე ChatGPT-საც ქართულად voice-ით, ანუ ხმით პირდაპირ მეშვეობით როგორც ეხა მე და შენ ვლაპარაკობთ, ეგრევე ვლაპარაკებოდი. კაინდა ტურისტივით ვლაპარაკობდა რა, ანუ ძალიან გულწრფელი ვიყოთ, იმიტომ რომ ხო, რა, ანუ რაღაცები ძალიან ტრივიალურები ეშლებოდა, ხანდახან სასაცილო რაღაცებიც ეშლებოდა. მაგრამ ეხლა რეალურად აი Google-ის ეს მოდელი ბოლო 2.5 ფლეში რო შევამოწმოს, აი იდეალურად ლაპარაკობს ქართულად. რა თქმა უნდა, პატარ-პატარა ჩავარდნები ყოველთვის იქნება, ეგ მოსალოდნელიც არის, თუმცა as long as 70-80% ასე ვთქვათ, кейსების დაფარული არის რაღაცით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიზნესში და ინდუსტრიაში ამის რაღაცა მხრივ გამოყენება შეგვიძლია, მით უმეტეს თუ ვლაპარაკობთ კომპანიაში თანამშრომლების მიერ რაღაცა პროცესების თავიანთი პროცესების ოპტიმიზირებისთვის რა. ხო, ერთი-ორ მაგალითს ამ სტეპს მოკლედ ამ ნაბიჯზე, რასაც ჩვენ განვიხილავთ, ახლა ერთი-ორ მაგალითს დავამატებთ კიდე, შეგვიძლია გავართულოთ და ავიდეთ უფრო ზემოთ, უფრო სერიოზულ საკითხებზე. ხო, ბევრნაირი user case-ია გამოყენების მაგალითი, ახლა ყველას ვერ გავიხსენებ, მაგრამ პრეზენტაციები ვთქვით, ნუ ძიება თავისი მხრივ იდეების ძიება და ასე ვთქვათ, შეკვრა და კონტენტის გენერაცია, რა თქმა უნდა, ახლა ეს ყველასთვის ცხადი და ცნობილია ფოტო, ვიდეო თუ სხვა რაღაცა და მონაცემთა ანალიზი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინსტრუმენტი იყენებს, ძალიან კარგად აკეთებს უკვე მონაცემთა ანალიზს და ძალიან კარგი დასკვნები გამოაქვს ამ ყველაფრიდან. წეღან რაც თქვი Manus AI ისიც აკეთებს ძალიან კარგად, ასე ვთქვათ, დიდი ენობრივი მოდელები რაც აქამდე გვიტყობს ChatGPT, Claude, Gemini, Grok-ი აკეთებს ძალიან კარგად და ნუ Perplexity, რომელიც ძიების პროცესში, searching-ში არის ძალიან ძლიერი და ყველას გირჩევთ რომ გამოიყენოს. და მოდი აქვე დავამატოთ, აი ძალიან შემეძლეთ აუცილებლად გამოადგება ყველას რომ რაღაც ამოცანა არ აქვს მნიშვნელობა შენ ბიზნესის C-level executive ხარ თუ ნებისმიერი როლის თანამშრომელი. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, აუცილებლად რაღაც ეტაპზე მოგიწევს competitor analysis გაკეთება. გააჩნია რა თქმა უნდა რა პროფილი ხარ, მაგრამ ასე ვთქვათ, ვინები არიან ჩვენაირი ბიზნესები, ვინებიც ოპერირებენ, გინდა საქართველოს ბაზარზე, გინდა ცოტა გლობალურ ბაზარზე. და ამის სტანდარტული რაღაც აქამდე ისევ და ისევ ძველი გზა როგორც ყველა აკეთებდა არის, რომ ამისთვის ცალკე კომპანიებიც არსებობდნენ. ამისთვის რაღაც ან მეორე ვარიანტი იყო შენით Google-ში ზრომიალი სხვადასხვა ასე ვთქვათ რაღაც ინფორმაციის წყაროების ანალიზი და ასე შემდეგ. თუმცა ეხლა ახალი გზა ამის კეთების competitor ანალიზი დავარქვათ, არის ChatGPT-ის deep research-ი. ან ნებისმიერი რაღაც Gemini-ის ან Google-ის ნებისმიერი მოდელის deep research-ი, რომელიც კი ღრმა კვლევის ასე ვთქვათ თული დავარქვათ. ფუნქციონალი, რომელსაც შენ ასე ვთქვათ მოცემულობას აღუწერ, როგორი ტიპის კომპანიას ეძებ, რა კონკრეტულ სეგმენტზე ოპერირებენ, ყველანაირ მთლიან პროფილს კომპანიას რასაც ეძებ, ასე ვთქვათ მისცემ, ეს deep research-ის ღრმა კვლევის მექანიზმი წავა 15 წუთი დაახლოებით. ყველა პოტენციურ ლინკს იმაზე ბევრად ეფექტურად ვიდრე მე და შენ დავსხდებოდით და მოვძებნიდით და იმაზე ბევრად ეფექტურად ვიდრე თითო ლინკის ანალიზს გავაკეთებდით, ამოიღებს ასე ვთქვათ, შენი მოცემული ტასკიდან ანალიზს გაუკეთებს და დიდ რეპორტად დაგიბრუნებს, რომელიც ანუ ჩვენ პირდაპირ ვამბობთ, რომ პირველ რიგში კომპანიაში რომ მივდივართ, ყოველთვის მაგას ვაკეთებთ ხოლმე, იმიტომ რომ ანუ შენი მხრიდან, ადამიანის მხრიდან ეს არის 5 წუთიანი ინვესტიცია მაქსიმუმ და ანუ პოტენციურად ამონაგებს იგებ ძალიან სერიოზულ რაღაცას, როცა მთლიანი კომპეტიტორების ანალიზი გაქვს, ვინ რას აკეთებს და ასე შემდეგ, რა. მაყურებლისთვის რო გავაკეთო შეჯამება. ეხა ჩვენ ამ ნაწილის შეჯამება. ეხა მე და ნიკამ რაც ვისაუბრეთ, ჩათვალეთ დღეს არის მე-11 ეპიზოდი. ჩვენი 10 ეპიზოდის AI მიმოხილვების ასე ვთქვათ, გარკვეული შეჯამება, ხა ყველა საკითხს არ შევეხეთ ჩვენ ამათ ეპიზოდში ბევრი რაღაცა განვიხილეთ, custom GPT-ები, მოკლედ რაღაცა შექმნა, რაღაცა ბევრნაირი ინსტრუმენტი და ასე შემდეგ. აი ამ ყველა ნაწილის
და ამ ყველა ნაბიჯის შეჯამება ამ ნაწილში. ეხლა დედანიკა უნდა გადავიდეთ რაც უკვე ამ ეპიზოდს ემსახურება, რომ უნდა გადავიდეთ უფრო მაღალ დონეზე. მაღალ მატერიებზე. ხო, მაღალი ხარისხის AI პროექტებზე, უფრო განვავრცოთ, ასე ვთქვათ, და რა შეიძლება დაინტეგრირდეს ბიზნესში, და ამ ყველაზე basic დონიდან უკვე ზემოთ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მხრივ, რა და მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ უკვე გავშალოთ თემა, რა. კი ბატონო. და საერთოდ ესეც ხო ესეც ყველამ იცის ალბათ, მაგრამ მაინც გავმარტოთ, რომ ხელოვნური ინტელექტი რაღაცა ჩატბოტებით არ იწყება და არ მთავრდება. ზუსტად. ბევრად უფრო კომპლექსური და ვრცელი თემაა და ჩვენ ახლა ძალიან ტექნიკურ სიღრმეში არ ჩავალთ, მაგრამ ასე ვთქვათ, როგორც ბიზნესისთვის საჭიროდ განვიხილოთ. კი, ანუ პირველ ეტაპზე just გამოვიყენეთ ბიზნესში შიგნით ადამიანებმა რამდენად მნიშვნელოვანია რომ გამოვიყენონ და ეხლა შევხედოთ გარედან თვითონ ბიზნეს შევხედოთ და რა პროცესების ოპტიმიზაცია შეიძლება და ყველაზე ასე ვთქვათ გამოყენებადი აქტივობები რეები არის. ყველაზე გამოყენებადი პროდუქტები, რეებსაც სხვადასხვა ბიზნესები აინტეგრირებენ AI-ის შიგნით. ხო, პირველი, again, კიდევ ერთხელ შევეხოთ ძალიან high level-ზე აქ ძალიან ბევრ დეტალებში არ ჩავიდეთ, იმიტომ რომ როგორც თქვით, გაცვეთილი თემა არის chat-ბოტები. ეს chat-ბოტები შეიძლება იყოს customer facing, ანუ ასე ვთქვათ, შენი მომხმარებლები, სხვადასხვა, აი ნებისმიერ ამის თუ ყიდი, ან ნებისმიერ სერვისს აწვდი, რა თქმა უნდა, ყოველთვის ავტომატურად არის ის პროცესი, რომ მომხმარებლებს შენთან კითხვები აქვთ. ეს იქნება customer support-ის ჭრილში, უბრალოდ ინფორმაციულ ჭრილში, ან ყველაზე საკმაოდ ინტენსიური ვარიანტი, რაც ეხლა უფრო ახალი ხილი არის, რომ როცა შენ რაღაც კომერციული კომპანია ხარ მაგალითად და ბევრ პროდუქტს ყიდი, საკმაოდ ისეთია, ასე ვთქვათ, საიძე როცა შემოდის შენ მომხმარებელი, ბევრ პროდუქტს რო ხედავს, conversion rate რაც იძახენ, საკმაოდ დაბალი არის ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროდუქტი ხვდება. და ახალი ასე ვთქვათ, ხილი რაც შემოდის არის chat-ბოტის დაინტეგრირება შენივე საიტზე, რომელიც მომხმარებელს ჩათაობის შედეგად არჩევინებს თავისივე მისთვის საინტერესო ასორტიმენტს. მაგალითად რაღაცების კომპანია თუ ხარ, ჩათაობის შედეგად გეტყვის რომ აი ეს უნდა იყიდო შენთვის ზუსტად ეს არის იმ კონკრეტული რაც საუბრის ხარჯზე რაც ახლა გქონდა. ან გადავიდეთ მაგალითად სხვა დეპარტამენტში, მაგალითად HR, ადამიანური რესურსების მართვა, სადაც საქართველოს რეალობაშიც არსებობს რაღაცა ინსტრუმენტი, რომელიც ამის მთლიანად AI ავტომატიზაციას აკეთებს, ხო? ან გადავიდეთ მაგალითად იურიდიულ დეპარტამენტში, ანუ ეს დონე შეგვიძლია განვიხილოთ ასე, იურიდიულ დეპარტამენტში არსებობს რაღაცა ინსტრუმენტი, რომელიც საკმაოდ ბევრი პროცესის, ასე ვთქვათ, ოპტიმიზაციას და ავტომატიზაციას აკეთებს, მაგრამ ეს არის ფრაგმენტული, ხო, ჩვენ რასაც ვხსნით რა, ეს ანუ სხვადასხვა დეპარტამენტებში სხვადასხვა ეს არ არის ერთი მონოლითური შიდა ორგანიზაციული პროექტი. ეს არის სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენება სხვადასხვა დეპარტამენტებში, ოღონდ უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე მარტო ChatGPT და Gemini და Grok-ი. და აი ერთ-ერთი ეხა შეიძლება თქვი, მაგის ყველაზე ტრივიალური მაგალითი, რაც ჩვენი დაკვირვებით ყველა კომპანიას აინტერესებს ხოლმე არის, ყველა კომპანიას გვაქვს მარკეტინგული აქტივობები, ხო? ანუ ეს იქნება სოციალებში ნებისმიერი ახალი, ასე ვთქვათ, ნიუსის, კამპანიის თუ უბრალოდ საინფორმაციო პოსტის დაწერა თავისი სურათით, ან თავისი რაღაც პატარა ვიდეოთი, თუ რაღაც სხვა, ასე ვთქვათ, ჩენელებში რაღაცების დაპოსტვა. და რეალურად აი ძალიან ბევრი თული შემოდის და ძალიან ბევრი კომპანია custom tool-ებსაც აი ასე ვთქვათ, აკეთებს და აინტეგრირებს, სადაც ამ მარკეტინგული აქტივობების რაღაც ძალიან უკვე რუტინული აქტივობების სრულად ავტომატიზაცია ხდება, რომ შენ AI-ს ეუბნები, რომ შემდეგი ან ჩემი მოცემულობა მაგალითად ახალი კამპანია ის მაქვს, რაღაც ახალი პროდუქტი შევქმნით და მინდა რომ აი ეს შედეგები მქონდეს თითოეულ ჩანელზე და დამიგეგმე მაგალითად ორკვირიანი მარკეტინგული კამპანია, რომელს სოციალში რა პოსტს ვდებთ, რა ტექსტით და რა კონტენტი იქნება მიბმული ამ ყველაფერს. და ჩვენი დაკვირვებით ძალიან ბევრ კომპანიას აინტერესებს ხოლმე ეს, იმიტომ რომ რაღაც ასე ვთქვათ, მარკეტინგულ და public facing-ში როგორც ფიგურირებენ კომპანიები, მათთვის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული საკითხი არის ხოლმე. და ამ ყველაფრისთვის უკვე გამზადებული თულებით ძალიან ბევრი არსებობს, რომელიც მაგალითად content writing-ისთვის Jasper AI არის საკმაოდ ცნობილი პროდუქტი, რომელიც მაგალითად საკმაოდ ინტენსიურად ძალიან კარგად მუშაობს. და ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, სხვადასხვა კონტენტ გენერაციის თულები არის, როგორც flora-fauna.ai არის. მაგრამ ერთი რაც მინდა რომ შევეხოთ ახლა არის, რომ აი ნებისმიერ ბიზნესს აქვს ორი ვარიანტი. ერთი ვარიანტი არის, რომ გამზადებული თულები გამოიყენონ. აი ახლა ჩვენ რა თულებსაც, ასე ვთქვათ, მე შენ description-ში დიალოგები ესეთ ჩააგდებ. მოიძიონ
დაარისერჩო რამდენად შეუძლიათ რომ ძალიან მარტივად გამოიყენონ და მეორე არის რომ კომპანიები რომლებიც თვითონ თავიანთ AI თულებს აკეთებენ. და შუაში კომპანიები რომლებიც AI აგენტებს იყენებენ ამ ერთსა და ამ მეორეს შორის. კი, ზუსტად. ხო, ანუ სამი ვარიანტი, სამი და მოდი ხა, ოკეი, ანუ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველა ბიზნესის ესმოდეს, თუ ანუ რა შემთხვევაში მივდივართ ერთ მხარეს, რა შემთხვევაში საერთოდ ვიწყებთ ფიქრს მეორე მხარეს, რომ ჩვენი custom AI, ასე ვთქვათ, აგენტი ან AI აპლიკაცია გავაკეთოთ და დავაინტეგრიროთ კომპანიაში რა. და ჩემი პირველადი რჩევა რაც არის ყოველთვის არის, რომ მე როგორც ჩემი მხრიდან ბიზნეს ოუნერი, პირველი რასაც ვაკეთებ ყოველთვის არის, რომ სანამ ამ ძალიან შრომატევად და დიდი რესურსის დახარჯვის პროცესზე საერთოდ ფიქრს დავიწყებთ, ისევ თუნდაც იმ deep research-ის თulit წეღარას თქვით, ძალიან კარგი ანალიზი გავაკეთოთ თუ რა პროდუქტები არსებობს საერთოდ იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც მე ხლა მაქვს. და AI თუ შემიძლია სადმე რაღაცაში გამოვიყენო. არსებული პროდუქტები ძირითადად ძალიან ბევრი use case ფარავენ, თუმცა აი ესეთი სენსიტიური საკითხები, როგორც არის მაგალითად ანალიტიკა. ან იურიდიული ფირმისთვის, ასე ვთქვათ, დოკუმენტების ასე ვთქვათ, სხვადასხვა ვარირება ან ანალიზი ან ასე შემდეგ რა. როცა ეს ძალიან სენსიტიური ინფორმაციაზე, კი, ან ძალიან სენსიტიური ინფორმაციაზე გვაქვს ცდომა, ან ასე ვთქვათ, ძალიან სპეციფიკური ჩვენი ბიზნესზე მორგებული სოლუშენების დადება გვინდა, ეს გამზადებული პროდუქტები უბრალოდ აღარ გვეხმარება. იმიტომ რომ გამზადებული პროდუქტები, აი ჩვენ რომლებიც ჩამოთვალეთ, ბენეფიტები აქვს, რომ ძალიან მარტივად არის ხელმისაწვდომი, თუმცა რატო არის ძალიან მარტივად ხელმისაწვდომი? იმიტომ რომ ეს თულები ფარავენ რაღაც ყველაზე common use cases, ანუ ყველაზე გავრცელებულ პრობლემებს, რომელიც ყველა ბიზნესს დიდი ალბათობით აქვს. თუმცა აუცილებლად ყველა ბიზნესში არის ესეთი სახის პრობლემები. მაგალითად, ჩემი გადმოსახედიდან მონაცემებიდან კარგი ინფორმაციის ამოკრეფვა და ამის მერე სტრატეგიაში გათვალისწინება და ასე შემდეგ არის ერთ-ერთი ყველაზე კინვეული საერთოდ ყველა კომპანიისთვის. აი ესეთი საკითხები, სადაც შენ კონკრეტული კომპანიის სპეციფიკაზე მორგებული სოლუშენები გჭირდება, ფიზიკურად, ასე ვთქვათ, გამზადებული პროდუქტები ვეღარ ფარავენ. და ეხლა მეორე ბუდიში გაგაწყვეტინებ, მეორე კიდე, ასე ვთქვათ, მინუსად თუ ჩავთვლით, რომ ჩვენს მონაცემებზე აუცილებლად დატრენინგდებიან, წაიღებენ. ხო, ანუ სხვანაირად ვერ მოგართ. ხო, ეგეც დამატებითი. ზუსტად. და იდეაში აი ეხლა წეგან ახსენე შენ AI აგენტები, ხო? ანუ ჩვენ თუ მაგალითად ბიზნესი ვართ და გადავწყვიტეთ, რომ რაღაც თულები, თუნდაც სოციომედია კონტენტ მენეჯმენტისთვის, თუნდაც ანალიტიკისთვის, თუნდაც რაღაც კომერციული გადაწყვეტილებების მიღებისთვის, უბრალოდ აღარ გვყოფნის, ანუ ან ფიჩერების სიას რომ ნახულობთ, ფუნქციონალების სიას, უბრალოდ არ არის ჩვენ რაც გვინდა რა. და ამ კონკრეტულ მომენტში როცა ვიწყებთ, ასე ვთქვათ, ჩვენი custom AI აპლიკაციის კომპანიისთვის აწყობას, აქ რაღაც ძალიან კარგი პატერნები იკვეთება კომპანიებს ძირითადად რეები აინტერესებთ ხოლმე. ეს ჩვენი გამოცდილებითაც და ზოგადად market research-ი რო გავაკეთოთ. ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური და პროდუქტიული გამოყენება რაიც არის, რომ აი წეგან შენ ახსენე, რომ ზოგი კომპანია იმ ეტაპზეც არის, რომ თავიანთ თანამშრომლებს, ასე ვთქვათ, რეკომენდაცია გაუწიო, რომ GPT გამოიყენო. და ყველა რაც სამსახურებრივ კონტექსტზე თავთავიანთ GPT-ს ელაპარაკება და რეალურად ეს ცოდნა შემდეგ იკარგება, ხო? ანუ რაღაც საერთო knowledge base-ში არ ინახება, როგორც ამას ეძახიან. ეხლა ძალიან ბევრი კომპანია არის დაინტეგრირებასაც იწყებს და რეალურად ჩვენ მაზეგშიც გვაქვს მაგის ასე ვთქვათ ფუფუნება, რომ ერთ-ერთ კომპანიასთან გავაკეთოთ, არის რომ კომპანიას ვუწყობთ თავის custom GPT-ს, ანუ chatgpt.com-ზე კი აღარ შედიან მათი თანამშრომლები. თავიანთი რაღაც xcompany.gpt.com-ზე შედიან და ყოველთვის ის თანამშრომლები ამ თავიანთ GPT-ს რასაც ელაპარაკებიან, ძირითადად სამსახურებრივ კონტექსტზე ხოლმე. ეს ყველაფერი იკრება ერთ საერთო ინფორმაციის ბაზაში და ეს რაში ეხმარება კომპანიებს. კომპანიებს რაში ეხმარება და ყველა პირდაპირ მნიშვნელობით მთელი ბიზნესების ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის, რომ ხალხი მიდის, ხალხი მოდის. ინფორმაცია იკარგება. და ყოველთვის სტანდარტული პატერნი რა არის, ხო? ანუ თანამშრომელი მოდის, გეუბნება რომ 1 month notice გაძლევთ, ერთ თვეში მე უნდა წავიდე და ამ ერთ თვეში ყველა ბიზნესს რა იწყება, რომ ვაიმე ხა სასტრაფოდ მოუზევნოთ ახალი თანამშრომელი, სასტრაფოდ ეფექტურად გადმოვაბაროთ ეს ცოდნა, რაც ამ ადამიანს შეიძლება 5-6 წლის განმავლობაში დაუგროვდა და დიდი ალბათობით ეს ყოველთვის არაპროდუქტიულად მიდის ხოლმე, იმიტომ რომ ფიზიკურად შეუძლებელია ერთ თვეში ეს ყველაფერი ეფექტურად დაორგანიზო, თან მით უმეტეს როცა იმ თანამშრომელს ვინც მიდის, კიდე რაღაც აქტივობები ექნება ყოველდღიური. და ამ პრობლემის მოსაგვარებლად
ეს ინფორმაცია რო არ დაიკარგოს, შემოვიდა custom GPT-ების ცნება, უბრალოდ custom GPT უშუალოდ GPT-ს რაც აქვს, კი არა, custom აპლიკაციების კეთება, სადაც ყველა კომპანიას თავისი chat ინტერფეისი აქვს. იქ ზოგადი, ასე ვთქვათ, თითო თანამშრომელს თავისი chat-ის ისტორია აქვს, თუ რეებზე ველაპარაკეთ, თუმცა ის ყველა ინტერაქცია, ის ყველა ნებისმიერი data point, ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერი იმეილის ანალიზი, ან ნებისმიერი, არ ვიცი, უბრალოდ რაღაც კითხვა გქონდა კონკრეტულ პროცესზე. ერთ knowledge base-ში ინახება და ბიზნესებს აღარ ეშინიათ იმისი, რომ ეს ინფორმაცია, რომელიც აქამდე ადამიანებში იყო კონცენტრირებული, ის ადამიანი წავა. იმიტომ რომ ეს მარტო ადამიანში კი აღარ არის კონცენტრირებული, რაღაც ციფრულ სისტემაში არის ეს ინფორმაცია კონცენტრირებული და რა შეგვეხმარება კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი. ყოველი ახალი თანამშრომელი რომ მოდის, დაონბორდების პროცესი, ხო რა თქმა უნდა. ახალი თანამშრომელი რო ავიყვანოთ, უნდა გავაცროთ მთლიანი პროცესები. კომპანიაში საერთოდ ვინ რას აკეთებს? ბიზნეს პროცესები როგორ არის დალაგებული? ან აი ესეთი кейსი თუ დაფიქსირდა. რა გავაკეთო? და ამ ერთმა GPT მოგეს ყველაფერი უკვე იცის. ეს არის ერთ-ერთი ცოტა ახალი ხილი რაც არის, რასაც ძალიან ბევრი კომპანია აინტეგრირებს უკვე. ეხლა გადავიდეთ მეორე. ხო, მეც ერთ-ერთ ნიკას პოდკასტის ერთ-ერთ ეპიზოდში რაფაელ კალანდაძემ თქვა და ძალიან ვეთანხმები მაგას და ანუ ვეთანხმები კი არა ფაქტია ჩემი აზრით. ეგ რომ აი ბევრი კითხულობს მაგასაც რომ აი AI-ის განვითარების ამ წუთში ყველაზე hot ტრენდი რა არის და მართლა ეგრეა, ერთი თემა არის მეხსიერება, ანუ რომ ყველა მუშაობს ცენტრალურ წრეებში, თუ კი სადმე მუშაობენ აშშ-ში და სხვაგან ჩინეთში, რომ ხელოვნური ინტელექტს ჰქონდეს კარგი მემორი, კარგი მეხსიერება და მეორე მთლიანად ავტონომიური AI აგენტები, რომლებიც უკვე პასუხისმგებლობას იღებენ, ჩვენც მივალთ ახლა აქამდე, მაგრამ ხო, ანუ ეს მინდოდა რომ ისე კარგად დავამახსოვრდა ეს და იმიტომ რომ მეც დაახლოებით მასო ვფიქრობდი, რომ მეც რო ვკითხულობ და ვაკურდები, ხო, ეს ორი საკითხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. კი და აი მარტივი ტესტი იმის მემორის გამოყენების რა იქნება, რომ აი ეხლა თქვენ მაყურებლები ვინებით GPT-ს ყოველდღე იყენებთ, ახალი GPT-ს სესია გახსენეთ და კითხეთ ჩემზე რა იცი, ყველაფერი ძალიან დეტალურად მითხარი. შეიძლება არც არ დაფიქრებულ ხართ, რომ GPT-ს რაღაცებს რო ელაპარაკებით, ის იმახსოვრებს, თქვენზე რაღაც წარმოდგენას იქმნის. და აი უბრალოდ ნახეთ რას დაგიბრუნებს. ეს არის ძალიან კარგი ემპირიული მაგალითი იმისა, რომ GPT თქვენზე ინფორმაციას აგროვებს რა. მე Gemini მაქვს გაკეთებული ჩვენ პოდკასტზე და ყველა ეპიზოდის ტრანსკრიპტი მაქვს YouTube-დან მიცემული თითოეულ პირველი ეპიზოდიდან და ნუ ეგ ძალიან მიმარტივებს საქმეს. მესამე ეპიზოდის მე-4 წუთსა და 21 წამს რაზე იყო საუბარი. ან მე-7 ეპიზოდის 10 მინუსი მითხარე. ხო და ანუ ძალიან მომიგვარა ხა წარმოედგინეთ როგორ ყველა ტრანსკრიპტი სათითაოდ დამეკოპირებინა ყველა ჯერზე როცა რაღაცას კითხვა მინდოდა ხო ანუ სუსტად და იდეაში ეს საკითხი რადგან უკვე ასე ვთქვათ ცოტა დავფარეთ გადავიდეთ ჩემეთ ერთ-ერთ ყველაზე hot topic-ზე ხო რომელსაც ქვია AI აგენტები და რეალურად ანუ ჩვენასაც ვაკურდებიანი რომ აუ ერთი რაღაცის თქმა მინდოდა და კიდე ბოდიში გაწყვეტინებ წეღან მე ჩავამატე შენთან ნუ ნიკამ გამოყო ორი ასეთი თემა ერთი ნუ ეს ჩატბოტები ანუ უკვე მზათულები რომლის გამოყენება ხდება და მეორე თემა გამოყო ასე ვთქვათ ჩვენი მოდელები რასაც ვაინტეგრირებთ ჩვენი პროექტები AI პროექტები და მე ჩავამატე რომ აი შუაში AI აგენტები მეთქი და იცით რა 100%-ით არ ვარ დარწმუნებული თუ ასე ცალკე კატეგორია ჩემი აზრით აი მეორე კატეგორიაში შედის რა AI აგენტი მგონია აგენტები მგონია უფრო ბუფერი რაღაცნაირად აი ამ ორ რაღაცას შორის აი ზონა მგონია უფრო ვიდრე ცალკე კატეგორია იმიტომ რომ სინამდვილეში AI აგენტშიც ხო იმ თავარ თულებს ვიყენებთ ხო კი, რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენი შეგვიძლია გამოვიყენოთ, ანუ ჩვენი მეხსიერება შეგვიძლია, ჩვენი ცოდნის ბაზაც შეგვიძლია გავაკეთოთ. კი, ზუსტად. ხო და ნუ ამის პლუსი ის არის, რომ N10-ში ლოკალურად შეგვიძლია განვათავსოთ და იმის რისკები შევამციროთ, რომ თუ სხვაგან ვერ გავაკეთებთ, რომ სიტყვაზე ჩვენი ინფორმაცია, ჩვენ ძალიან მარტივი user case-ია პირდაპირ რო გითხრა რა, ხე შორიდან დავიწყე მოვლა. იურიდიული ფირმა და იურიდიული ფირმის ინტერესში არ არის, რომ გავიდეს ინფორმაცია სადმე. ზუსტად. რა გამოსავალია, ხო? დიდი მოდელების შემთხვევაში, ნუ ცალსახად
რთულია, ან თუ გამოიყენებ მაშინ აწვდი მოდელირებულად და მოდელირებულად მიწვდომა ძალიან რთული საქმეა. ანუ წარმოვიდგინეთ რაღაც მოწმის ჩვენებები, როგორ წარმოგიდგენთ რომ იქ ყველა კი ახლა შეიძლება მარტივად რომ პირადი ინფორმაცია მოაცილო და ისე მისცე, მაგრამ მოკლედ ძალიან რთულ თემას ეხება საქმე. ან მეორე იყენებ AI აგენტს, ოღონდ ალბათ N8-ში, სადაც შეგიძლია ლოკალურად განათავსო ეს ყველაფერი რომ არ გავიდეს, თუმცა იქ ალბათ რაღაცა შენი ცოდნის ბაზის შექმნა დაგჭირდება კიდევ მაგას. ან მესამე ვარიანტი აკეთებ შენს პროექტს რა. ზუსტად. და მანდ ერთ საათს დავამატებდი არის რომ იმ კომპანიებისთვის იდეაში ხა ჩვენ ნებისმიერ აპლიკაციის კეთება რომ დავიწყოთ ნებისმიერი კომპანიისთვის არ აქვს მნიშვნელობა. რომელიღაცა LLM პროვაიდერის, ანუ ასე ვთქვათ, large language model-ის პროვაიდერის API-ის გამოყენებას დავიწყებთ. ხა ტექნიკური ტერმინები არა უშავს, მე მგონი ეგეც აუცილებელია. კი, ტექნიკური და ასე ვთქვათ, რაღაცნაირად მოგვიწევს ჩვენ აპლიკაციაში, რაღაც ეტაპზე, ანუ იუზერმა მოგვწერა, ან რაღაცა აქტივობა მოხდა, ChatGPT-სთან ან Gemini-სთან მივიდეთ და რაღაცა ვკითხოთ. ზუსტად იგივე ტექსტუალური ფორმატით, როგორც ჩვენ, ასე ვთქვათ, ინტერფეისიდან მივწერდით. თუმცა API-დან, ანუ ასე ვთქვათ, კოდის დონიდან, რასაც ინჟინრები აკეთებენ და რასაც ჩვენარი კომპანიები აკეთებენ, GPT-სთან და ნებისმიერ პროვაიდერთან, რა ასე ვთქვათ, პროტოკოლიც გვაქვს საკომუნიკაციო, მათ Terms and Service Agreement-ში უწერიათ, რომ API-დან, როცა რაღაც ინფორმაციას ჩვენ გვაწვდით, ჩვენ ამ ინფორმაციას ჩვენ მხარეს არ ვინახავთ. დატრენინგებაში არ გამოვიყენებთ კონკრეტულები რო ვიყოთ. ასე რომ მანდაც, ასე ვთქვათ, იურიდიულ დონეზე ეს ასე ვთქვათ, ბაუნდერიები და ხაზები სწორად არის გავლებული. უშუალოდ გინდა N8-ის აგენტებით ვაწყობდეთ, ან გინდა რაღაც კოდით ვაწყობდეთ უფრო კომპლექსურ აგენტურ ფლოუებს. თუმცა ერთ-ერთი რაღაც ყველაზე ტრივიალური მაგალითი, აი ამასაც თუ არ ვენდობით და საერთოდ ისტორიაც არ გვინდა რომ ვინმეს დარჩეს ჩვენი დოკუმენტების ან ინფორმაციების, ყველაზე მარტივი ასე ვთქვათ, ალტერნატივა რა გვაქვს? არსებობს open source მოდელები GPT-s, ანუ რაღაც მათი ალტერნატივების გარდა რაღაც მეტას აქვს ძალიან ბევრი ლამას სხვადასხვა მოდელები, ხო? ღია კოდის მოდელი იგივე, რომელიც ჩამოვტვირთოთ ჩვენს სერვერზე, ჩვენს კომპიუტერზე. და ამის მარტივი mental მოდელი რო ახსნათ, რა არის, ხო, რომ ჩვენ ChatGPT-სთან ნებისმიერ, ასე ვთქვათ, AI-ს რო ველაპარაკებით, უშუალოდ ეს, ასე ვთქვათ, თავარი ტვინი, სადღაც ასე ვთქვათ, იმ კომპანიის სერვერებზე არის გაშვებული და ჩვენ რო კითხვას ვაგზავნით, იმ კომპანიის სერვერზე მიდის და იმ კომპანიის სერვერიდან ბრუნდება ჩვენთან. თუმცა ეს რაღაცა ღია კოდის მოდელები ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ პირდაპირ მნიშვნელობით ჩემით ვიქირავ ან ვიყიდო სერვერი, ჩემთან კომპანიის ასე ვთქვათ, ოფისში დავდგა და იმ კომპანიის ოფისში სერვერს ველაპარაკო, რაც ფიზიკურ დონეზე გარანტიას მაძლევს, რომ ეს ინფორმაცია არ სადარგადის და არავის ნდობა არ მჭირდება. ბევრ კომპანიას ეს პრობლემა რეალურად უდგას და ზუსტად ეს იაგვარებენ ამ პრობლემებს, რა. ხო. ეხლა ჩემი აზრით აი რაღაც აგენტები არის რეალურად ეხლა რაც 2025 როცა დაიწყო, თავარი მესიჯები რაც ასე ვთქვათ community-ებში ვსელებოდა არის რომ 2025 წელი არის აგენტების წელი. რომ ძალიან ბევრი ბიზნესი დაიწყებს აგენტების დაინტეგრირებას, ძალიან ბევრი ბიზნესი სხვადასხვა use case-ებს და ასე შემდეგ. მაგრამ სანამ ამის ასე ვთქვათ გარჩევას დავიწყებთ თუ რა use case-ები არსებობს. მე მგონი ორი სიტყვით აგენტი რა არის, რო ვთქვათ, რითი განსხვავდება უბრალოდ ChatGPT-ს რო ველაპარაკები. მაგისგან AI აგენტი. და რაღაც ძალიან მარტივად რო ავხსნათ ChatGPT და ყველა სტანდარტული AI როგორი ფორმატით მუშაობს. ტექსტს ვაძლევ, ტექსტს მიბრუნებს. ამის გარდა აქტივობა არ არსებობს. სტანდარტული AI-ისთვის. აგენტების, ასე ვთქვათ, თავარი ფუნდამენტური განსხვავება რაც არის, რომ შენ რაღაცას რომ მიწერ, გარდა იმისა, რომ ის ტექსტს დაგიბრუნებს, რეალურ ციფრულ, ასე ვთქვათ, სხვადასხვა სისტემებთან ინტერაქცია შეუძლია. მაგალითად, მე თუ მივწერე, რომ დაბუქვა მინდა კონკრეტული სასტუმროს კონკრეტული ოთახის ამ დროს სტანდარტულ ChatGPT-ს რო ვუთხრა, ანუ უფრო კარგი მაგალითს ვიტყვი. მე თუ მინდა რაღაც ტრიპის დაგეგმვა მაგალითად, ოკეი? სადაც მივდივარ, vacation-ი მაქვს, day off-ები ავიღე და ევროპაში მიდო რომელიმე ქალაქში. ChatGPT-ს მე რო ამაზე ველაპარაკო, ChatGPT მაქსიმუმ რა შეიძლება გამიგეთოს. მომიძიოს სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ის ცოდნები, სასტუმროები, საინტერესო ადგილები. აი, აგენტიც გამოუშვა, ახლა სამი დღის უკან მეც აკეთე ცოტა ჯერ სუსტია, მაგრამ ზუსტად ეგ არის, ხო? ანუ მე სტანდარტულ AI-სთან საუბარს ვამბობ რა. AI აგენტი არის ზუსტად ის, რაც ჩვენ ახლა მეორე მხარეს გვაქვს და რასაც ვიღოთ რა. და უბრალოდ მაქსიმუმ ტექსტი დაგიბრუნოს, რომ აი ესეთი უნდა იყოს შენი ტრიპი ამ სასტუმროში დარჩი, იმიტომ რომ არ ვიცი, კარგი რევიუები აქვს ან ასე შემდეგ. მაგრამ ამის ტექსტის დაბრუნების გარდა არაფერ აქტივობას არ გააკეთებს ხოლმე. AI აგენტების სპეციფიკა შემოდის, რომ შენ რო ამ ყველაფერს ეტყვი, რომ vacation-ი დავგეგმე, მირჩიე რაღაცეები,
ინფორმაციებს მოგაწვდის ისევ ტექსტუალურ დოკუმენტში და შეიკითხება. ხო არ გინდა ბარემ რომ დავბუქო ის კონკრეტული მაგალითად სასტუმრო აი ამ პერიოდში. შენ თუ მიწერ კის, წავა და მაგალითად booking.com-ზე მაგ კონკრეტულ სასტუმროს ეს რა ქვია, ოთახს დაგიბუქავს. ანუ რეალურ სამყაროსთან აკეთებს ინტერაქციებს. ესაა ერთ-ერთი ფუნდამენტური განსხვავება უბრალო AI-სა და AI აგენტებს შორის. და ეხლა რაში ჭირდებათ კომპანიებს? ოკეი, ეს რაღაც consumer გადმოსახედიდან use case-ები გასაგებია, რომ იქ რაღაცა დაბუქა, იქ deep research-ი გააკეთა და ასე შემდეგ. თუმცა ეხლა ბიზნესებმა რაში შეიძლება გამოიყენო? პირველი, ყველაზე, ასე ვთქვათ, საინტერესო რაც გქონია, რომ ყველა ბიზნესისთვის, ოღონდ პირდაპირ მეშლობით ყველა ბიზნესისთვის არის AI აგენტების შექმნა და ეს ძალიან ტრენდში შემოდის ახლა. AI აგენტების შექმნა, რომელიც ასე ვთქვათ, სტანდარტული natural language-ით, როგორც ChatGPT-ს ვესაუბრებთ და როგორც ერთმანეთს ვესაუბრებით, ესე რომ შეგეძლოს შენ ინფორმაციაზე, კომპანიის გაყიდვების ინფორმაციაზე, customer-ების ინფორმაციაზე, ნებისმიერი სხვადასხვა ტიპის ინფორმაციაზე კითხვების დასმა და იმის მაგერად რომ შენ ასე ვთქვათ, dedicated role გქონდეს კომპანიაში, რომელსაც ქვია ალბათ data analytics-ი, ან ასე შემდეგ, რომელიც რა შვება, შენგან დავალებას იღებს, რა იყო წინათვის განმავლობაში გაყიდვები, SQL ცოტა ტერმინები შემოვიტანოთ ტექნიკური SQL queries წერს, მონაცემთა ბაზებში ნახულობს ხელით, Excel-ის ფაილში ამ ყველაფერს რაღაც გაასალაშინებს წყალებში და დაგებრებს Excel-ის ფაილს. როცა ეხლა AI აგენტებით, ანალიტიკოს AI აგენტებს ვეძახით და ზოგადად ინდუსტრიაში ეს ეძახიან, შეგიძლია ზუსტად ChatGPT-სნაირ ჩატს კითხო. გაყიდვები რა მქონდა წინა კვირის განმავლობაში, ან რომელი პროდუქტი იყო, რომელიც ყველაზე ცუდად მუშაობდა წინა თვესთან განმავლობაში, წინა თვესთან შედარებით ამ თვეს. და ეს AI აგენტი რომელიც გავიხსენოთ რა შვება გარდა ტექსტუალური, ასე ვთქვათ, ფიქრისა და ტექსტუალური აუთპუტის დაბრუნების გარდა რაღაც რეალურ სამყაროსთან აკეთებს ინტერაქციებს. და ამ შემთხვევაში ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? მონაცემთა ბაზები, რომლებშიც მთელი თავისი, ასე ვთქვათ, ყველაზე ღირებული ინფორმაცია უწერიათ. და ხშირ შემთხვევაში მე უკეთეს გეტყვი, ანუ ამას არ იყენებენ. ბევრი ბიზნესი არის ისე ოპერირებს, რომელიც ჩემთვის ეს ინფორმაცია მე ახალი გაგებული. რომ ბევრი ბიზნესი გადაწყვეტილებებს ისე იღებს, რომ ეს მონაცემები უდევთ, თავის მონაცემებს საცავში პირდაპირ იმუშავოთ ოქრო უდევთ რა, რომ როგორ უნდა რა ნაბიჯები უნდა გადადგან ზუსტად, რა კამპანიები უნდა გაუშვან, რა პროდუქტზე უნდა გააკეთონ უფრო ინტენსიური მარკეტინგული აქტივობები და ასე შემდეგ. და ამას არ იყენებენ. უბრალოდ რასაც აი gut feelings რასაც ეძახიან, მაგით იღებენ გადაწყვეტილებებს. რაც ხშირ შემთხვევაში ძალიან არაოპტიმალურ გზებზე გაგიყვანს. ეხლა შემოდის ანალიტიკოს AI აგენტები, რომლებსაც წვდომა აქვს შენ შიდა ინფორმაციასთან, შენ მონაცემთა ბაზებთან, შენ კითხვას გადათარგმნის ბჭყალებში. იმ ყველა ასე ვთქვათ დამატებითი ინფორმაციის და კონტექსტის საფუძველზე, რასაც შენ მიაწვდი შენ კომპანიაზე, SQL query-ში თვითონვე მოძებნის ამ ყველა ინფორმაციას, ამოიღებს, რა თქმა უნდა, ტექსტის ანალიზში ყველაზე მაგარი არის ხელოვნური ინტელექტი, თლიან ამ ანალიზს გაუკეთებს და დაგიბრუნებს. და ეს პროცესი თუ აქამდე უნდა ყოფილიყო ის, რომ წინა თვის განმავლობაში რა პროდუქტები ჩავარდა, ყველაზე ზუსტად რა მიმუშავა. თუ იყო, არ ვიცი, ნახევარდღის საქმე, რომ ადამიანისთვის უნდა გეთქვა ეს, ადამიანს რაღაც უნდა გაეკეთებინა და უკან დაგებინა. სამ წუთში. რაღაცა გაყიდვების რაღაცა კომპანიაში, რასაც ლაპარაკობს ნიკა, გაყიდვების რაღაცა კომპანიაში დამფუძნებას უნდა რომ გაზარდოს ფასი რაღაცაზე და ძველი ვარიანტი ეუბნება მონაცემთა ანალიტიკოს რომ მოდი ჩაატარე რეგრესიული ანალიზი ამაზე და მითხარი რომ 10 ლარით ან 50 ლარით მოამატო ფასი რა შედეგებს მომცემს. ეს არის ძველი გზა. და ის Excel-ში აკეთებს ამ მონაცემთა ანალიზს, ну და მოაქვს მონაცემთა ანალიზი კი არა, რეგრესულ ანალიზს და მოაქვს პასუხი რომ თუ შენ 10 ლარით გაზრდი ფასს, ეს იქნება, ესე დაეტყობა იმას, ანუ რა ფაქტორები მოქმედებს. ანალიზებენ ამას და ამ შემთხვევაში უკვე ახალ შემთხვევაში რაღაცა WhatsApp-ის chat-ში მაგალითად პირდაპირ ზუსტად WhatsApp-ის chat-ის ინტეგრაცია არის ერთ-ერთი. იცი რა, მე რო ფასი გავზარდო ან ბორდია შეკრებილი და აი და ეგეთი გამოყენების მაგალითიც ვნახე რომ რომელიღაცა კომპანია საერთოდ ბორდში ეჯინა AI აგენტი, ბორდში ეჯინა გიორგი კიკნაძემ მოყვა, მე მგონი full stack developer-ია. კი, ვიცნობ მეგობრებს. გიორგი მოყვა, იცი თუ არ მეშლება გიორგი მოყვა, რომ AI აგენტი ბორდში ეჯინათ და იქ რო განიხილავდა ბორდი რაღაცებს, იქვე უკვე პასუხებს აგენერირებდა რა. სადაც გუში ქონდა იქ მოთხოვნილება მე და არჩილმა და წეგა როგორც გითხარით, ანუ მაზექში რაღაც სხვა კლიენტების პროდუქტების გარდა ჩვენ შიდა პროდუქტებს სუფთა ჰაკერული მაინდსეტით რაც დაგჭირდება ან მოგვინდება რომ არსებობდეს, მაგებზე ვსაუბრობთ და ვაკეთებთ ძალიან ინტენსიურად და გუშინ გაგვიშთა ესეთი იდეა რომ მე და არჩილი რაღაც ონლაინ Google Meet-ში ვიყავით შესულები და ანუ ძალიან ბევრი ასე ვთქვათ პროდუქტი არსებობს უკვე რომ
AI, ასე ვთქვათ, ბოტი შემოდის შენ Google Meet-ში ან Zoom-ის meeting-ში და იწერს და შემდეგ ტრანსკრიფციას აკეთებს ამის, ანუ ტექსტუალურ ფორმატში გიბრუნებს, ხო? მაგრამ რატო არ შეიძლება იყოს პირდაპირ მნიშვნელობით ის voice integrated, ანუ რომელსაც ბოტი რომელსაც საუბარი შეიძლება და ისეთ საკითხებს განვიხილავთ, რომელშიც ჩვენ ძირითადად ამ კონკრეტულ მომენტში დილეტანტები ვართ, რაღაც ძალიან ესე high level business რაღაცეებს და ელემენტარული ტერმინების კითხვა გვინდოდა. და ზუსტად რატო არ უნდა არსებობდეს აი ეგეთი რაღაც AI ბოტი, რომელიც შენთან ერთად meeting-ზე შემოვა და შენ უბრალოდ კითხვებს დაუსვა რაღაც. კნოპკას დააჭერ, კითხვას დაუსვა და კი, ან და რეალურად მე დავარიშეთ და არსებობს. Heijin-ში შეიძლება ესე ცალკე თული თუ არ ვიცი, მაგრამ Heijin-ში შეიძლება ავატარის შექმნა random, ან შენი ან random და მე აგენტურად რაღაც შემოვა. კი ბატონო, კი, ზუსტად შემოვა. ზუსტად. ნიკა, იცი რა მინდა? აი, ეხლა მე ალბათ შენ მაინც გადახვიდოდი მაგ საკითხებზე, მაგრამ აი ამ თემაში ეხლა რო გავამახვილოთ ყურადღება თვითონ ამ მონაცემების დასაწყობებაზე, ასე ვთქვათ. აი ეს fine tuning-სა და RAG-ს შორის ძირითადი განსხვავებები და ეხლა ის უფრო კომპლექსურ პროექტებზეც რო გადავიდეთ რა. კი ბატონო, კი. და ეხლა ესე იგი მაშინ ორი სიტყვით ჯერ რაღაც ასე ვთქვათ, ფუნდამენტი მომზადოთ, რომ ეს რაღაც ტერმინი fine tuning და RAG-ი ძალიან ყურში მოსახვედრად რთული არ იყოს და ეს ყველაფერი ეფუძნება ეს არის რეალურად რაღაც ტექნოლოგიები, რაღაც გადაწყვეტები, შენ რაც ახსენე fine tuning და RAG-ი და რეალურად რა პრობლემებს აგვარებენ. იმიტომ რომ ყოველთვის ყველა ტექნოლოგია რაღაც პრობლემას აგვარებს under the hood რა. და რა პრობლემებს აგვარებენ, რომ ყველა კომპანიას უნდა აი წეღარას თქვით, რომ თავისი ინფორმაციის წყარო ქონდეს და ამ ინფორმაციაზე ჩათაობა შეეძლოთ. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება რაღაცა სტილის Excel-ის ფაილი თუ იქნება უბრალოდ Word-ის დოკუმენტი, რომელშიც აღწერილი არის ამ კომპანიის პროცესები. ან უბრალოდ თანამშრომლების სია და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს სტანდარტულად AI სისტემებში ეძახიან კომპანიის custom knowledge-ს. ანუ კომპანიის სპეციფიკური ცოდნა, რომელიც ამ კომპანიის ასე ვთქვათ საკუთრებაში არის. და ძალიან ბევრი use case-ები არის, როცა ამ ინფორმაციაზე ჩათაობა გვინდა რა. ეხლა ავხსნათ ცოტა დეტალურად, ხო? ანუ ჩვენ ChatGPT-ს ეხლა მე თუ რაღაც კომპანია მაქვს, ChatGPT-ს რო მკითხო მაზეგზე რამე ან ნებისმიერ მაზეგის შიდა პროცესზე ფიზიკურად შეუძლებელია რომ ეს ინფორმაცია კონდეს. რატო? იმიტომ რომ ეს დიდი AI მოდელები დატრენინგებული არის web-ში, ანუ ინტერნეტში რა ინფორმაციებიც არის, რა წყაროებიც არის, იქ ისინი აქვს ასე ვთქვათ წამოღებული და თავის ცოდნაში შემოტანილი და იმაზე იცის ინფორმაციები. Okay? ან მეორე ვარიანტი მე როგორც ვქენი რომ თუ მე მივცემ სიტყვაზე ტრანსკრიფციას, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ანუ ეს არ არის სენსიტიური ინფორმაცია და it's okay. მე ვაძლევ. მაგრამ ეს რო იყოს ფინანსური ინფორმაცია, მაგალითად ჩემი რაღაცის. მე გამიჭირდებოდა მიცემა. ზუსტად. და გაგიჭირდებოდა არა, უკეთეს გეტყვი. არ მოგინდებოდა უბრალოდ. იმიტომ რომ არავის არ უნდა რომ ესე public-ში გამოდოს, ანუ სახალხოდ გამოდოს თავისი სენსიტიური ინფორმაცია. და ზუსტად ამიტომ რომ ერთი მხრივ არ გვინდა რომ საჯარო იყოს ჩვენი რაღაც სენსიტიური ინფორმაციები და აქედან გათვალისწინებით რომ ზოგადად ეს დიდი ხელოვნური ინტელექტები საჯარო ინფორმაციებზე არიან დატრენინგებულები, ანუ ამ ინფორმაციებს იყენებენ და მეორე მხრივ კომპანიებში ჩნდება მოთხოვნა, რომ ჩემ სენსიტიურ ინფორმაციაზე მინდა ვესაუბრო. მინდა კითხვები დავსვა და ისე ამოვიღო ამ კითხვებიდან პასუხები, რომ არავის შეწუხება არ დამჭირდეს, იმიტომ რომ ძალიან ტრივიალური პასუხია და უკეთეს გეტყვი. არა მარტო არავის შეწუხება არ დამჭირდეს, უბრალოდ თქვათ Word-ის ფაილში გვიწერია რა ეს ბევრი ინფორმაცია. ეხლა შეიძლება ვიღაცა მიკითხოს, რომ ოკეი, რატო არა ეგეთი დიდი პრობლემა. შევალ Word-ის ფაილში და Ctrl F-ით მოვძებნი რამეს. რა თქმა უნდა ჩატი საერთოდ, რომელსაც ჩემს სენსიტიურ ინფორმაციაზე უნდა ვესაუბრო და ასე შემდეგ. თუმცა აქ შემოდის ეს რა წეგან შერახახსენე ტექნოლოგია RAG-ი, როცა შენ ასე ვთქვათ ნებისმიერ მომენტში ჩატს როცა შენ სენსიტიურ ინფორმაციაზე ესაუბრები, სტანდარტული search-ი როგორც მუშაობს რაც მეჩავს რაღაც keyword-ებს, რაღაც string-ებს, რაღაც ტექსტს ეძებს ზუსტად იმას Ctrl F როგორც მუშაობს, რომ ზუსტად იმ ტექსტს რასაც ჩავწერ, მარტო იმას მოგიზებს თელ დოკუმენტში. აქედან განსხვავებით, RAG ტექნოლოგია, რომელსაც retrieval augmented generation ქვია, რაზე არის დაფუძნებული, რომ შენ ჩატს რასაც მიწერ, ერთი მხრივ ჩატს შენი მიწერილი მესიჯი აქვს და მეორე მხრივ ის შენი ასე ვთქვათ custom knowledge-ის მონაცემთა ბაზა, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით მონაცემთა ბაზა არის, როგორც მაგალითად აი MS SQL-ი, ან ასე შემდეგ არსებობს და ასე ვთქვათ ამ მონაცემთა ბაზაში ეძებს არა კონკრეტულად სიტყვების matching-ით, რომ მაგალითად ჩვენ თუ რაღაც გაყიდვები ჩავწერეთ, ეს Word-ის დოკუმენტში Ctrl F-ით ჩვენ როგორც სიტყვა გაყიდვებს მოვძებნით, ეგრე კი არ ეძებს. იდეას ხვდება, მაგალითად რა იყო გაყიდვები, რამდენი იყო გაყიდვები წინა თვის განმავლობაში. ამის იდეას ხვდება, სემანტიკურ ძებნას ვეძახით ამას ჩვენ.
და რატო სემანტიკური? იმიტომ რომ უშუალოდ ქარაქტერებს არ აქვს მნიშვნელობა, ტექსტებს არ აქვს მნიშვნელობა, იდეა რა არის ამ კითხვის უკან. ამ იდეას იღებს ერთი მხრივ ეს retrieval augmented generation-ის თავარი ტვინი რაც არის, რომელიც ქვემოთ რა თქმა უნდა ხელოვნურ ინტელექტს იყენებს GPT-ს ან Gemini-ს არ აქვს დიდი მნიშვნელობა რომელს და შენ მონაცემთა ბაზაში ეძებს სემანტიკურად იმ matching ინფორმაციებს, რომელიც ამასთან რელევანტური არის. და ამას გიბრუნებს. ახლა ეს რატო არის კარგი? ზუსტად იმ არგუმენტების გამო, რაც რაღაც დაახლოებით 15 წუთის წინ ვისაუბრეთ, რომ პირველად ეძლევათ კომპანიებს საშუალება, რომ ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იქნება Excel-ის ფაილები, თუ ეს იქნება Word-ის უბრალო ან PDF-ები, ან ამით წიგნები, არ აქვს მნიშვნელობა, manual guidance-ი, რაც არ უნდა იყოს, ამაზე შეუძლიათ კითხვები დასვან პირველად და რელევანტური პასუხები მიიღონ. როცა აქამდე ან ადამიანისთვის უნდა იკითხათ, ან ხელით უნდა მოეძებნათ თვითონ ამ დოკუმენტებში. რაც ხომ მეგონი ძალიან ბევრ დროს დაზოგავს, ძალიან ბევრ დროს უკვე ზოგავს ძალიან ბევრ კომპანიაში და ძალიან კარგი შედეგებს იძლევა რა. ანუ რაღაცა უფრო რო გავმარტოთ კომპანიებისთვის, ანუ კომპანია აკეთებს რაკ ტექნოლოგიებს თავის რაღაცა ცოდნის ბაზას და კომპანია იწერს open source თავის ლოკალურად თავის სერვერზე. ანუ ხელოვნური ინტელექტის open source-ის რომელიმე მოდელს იწერს და ამ ორ რაღაცას აკავშირებს ერთმანეთთან და უკვე შეუძლიათ, ანუ ცოდნა პლუს დამატებული ხელოვნური ინტელექტის და სრულიად ავტონომიური, სრულიად თავიანთი, ყველაფრისგან დამოუკიდებელი სისტემა გქონდეთ, რომელსაც ისინი სრულფასოვნად დაუძახებენ, ეს არის AI სისტემა, რომელთანაც ჩათაობა შეგიძლია და ეს ინფორმაცია სრულიად აკუმულირებულია თქვენ სერვერებზე. კი, და ასე ვთქვათ, არა, ეხლა ჩვენ ხო გავიხილეთ ხელოვნური ინტელექტის მოდელი, ცოტა რთულ საკითხებს ვეხებით, მაგრამ იმედია, რომ მე მგონი გასაგებად ხსნით და ოკეი იქნება. ესე იგი, ხო განვიხილეთ ხელოვნური ინტელექტის მარტივი მოდელი სტანდარტული იყო ჩვენთან განთავსებული და ამავე პრინციპებით შეგვიძლია AI აგენტიც ავაწყოთ რაკ ტექნოლოგიაზე დაფუძნებულად, რომ წეღარაც გავმარტეთ AI აგენტზე, აი ამ სისტემაში უკვე ამ პრინციპებით ავაწყოთ AI აგენტიც, რომელიც იმოქმედებს ასე ავტონომიურად ჩვენი ზოგადი ინსტრუქციების მიხედვით, როგორც რაკ ტექნოლოგიის ფარგლებში და არა გასვლით სხვაგან. კი, ზუსტად. სხვა თულებთან. ზუსტად. ანუ და რას ნიშნავს ეგ? ანუ მხოლოდ იმ ინფორმაციას გამოიყენებს, რომელსაც შენ ესე ეტყვი, რომ ეს ჩემი კონკრეტული ინფორმაცია არის, ჩემი კომპანიის შესახებ და ამ კითხვებზე პასუხების ძებნა არ დაიწყო იმ ზოგადი ინფორმაციებში. ეს კონკრეტული არის ვერტიკალი კითხვებისა, რომელიც მე უკვე შენ მოგაწოდე, მე მონაცემთა ბაზაში ჩემთან მაქვს შენახული რაკ ტექნოლოგიის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ასპექტის გამოყენებით და ეს გამოიყენე. არა ეხა იდეაში ყველაზე ფუნდამენტური განსხვავება მინდა რომ კარგად დავიჭიროთ ყველა. თუ რა განსხვავება არის, ასე რაღაც. ზუსტად ანუ ეს აგენტები კარგი გასაგებია რომ რაღაც რეალურ სამყაროსთანაც შეხება აქვთ გარდა იმისა რომ ტექსტს გიბრუნებენ უკან. ანუ მონაცემთა ბაზაში შეუძლიათ ჩაიხედოს და რაღაცა მოგიძებნოს და მოგიღოს და ასე შემდეგ. თუმცა ერთი ყველაზე ფუნდამენტური განსხვავება და კიდე რაშიც ყველაზე მეტად გამოიყენება AI აგენტები კომპანიებში არის ნებისმიერი ისეთი აქტივობის ავტომატიზაციისთვის, რომელიც არის ძალიან, ასე ვთქვათ, განმეორებითი დავარქვათ რა. როცა და ესეთი ძალიან კარგი მაგალითი არის ხოლმე ყოველთვის და ეს იმ ადამიანებსაც მაგას ვთქვათ გამოადგებათ, ვინებიც ეხლა ინტენსიურად იყენებენ ChatGPT-ს ან ნებისმიერ სხვა ხელოვნურ ინტელექტს რა. ან იმ კომპანიებისთვის, ვინებიც AI აგენტებს აწყობენ, რომ ყოველთვის ნებისმიერ AI-ს ან AI აგენტს უნდა შეხედო როგორც შენ ინტერნეტს როგორ დაელაპარაკებოდი რა. ესაა ყოველთვის ის mind map-ი სწორი, რომელიც ბევრად ეფექტურს ხდის შენ გინდა AI აგენტთან კომუნიკაციას, გინდა უბრალოდ ChatGPT-თან კომუნიკაციას რა. და რას გულისხმობ ხლა ამაში? კომპანიაში ახალი ინტერნეტი რო ყავს, ავტომატურად რას იღებ მოცემულობად, რომ ამან არაფერი არ იცის, ყველაფერი დაღეჭილად უნდა მიაწოდო, უბრალოდ ის რაღაც განმეორებით და ძალიან boring აქტივობებიც არის, იმან უნდა გააკეთოს მე. რაც უკვე მე 10,000-ჯერ მაქვს გაკეთებული. და ამ mental model-ში თუ ჩავდგებით, ყოველთვის ჩვენი ახალი ინტერაქცია გინდა ნებისმიერ შიდა AI აგენტთან, ან გინდა ChatGPT-სთან, უბრალოდ აი ნახეთ რამდენად ბევრად ეფექტური გახდება. აი ერთი უბრალოდ რაღაც ფიქრის გაჩენის შემდეგ რა. და ეხლა დაუბრუნდეთ AI აგენტების მეორე ყველაზე დიდ ვერტიკალს გარდა ამ რაღაც მონაცემთა ანალიტიკისა და რაგის კონტექსტისა, რომელიც სულად ეფუძნება რაღაც როგორ ველაპარაკოთ ჩვენ მონაცემებს და ოკეი ვართ თუ არა ეს მონაცემები სადღაც გარეთ იყოს თუ შიგნით იყოს. მეორე საკითხი რომელიც არის ყველა ისეთი ოპერაციული პროცესის ავტომატიზაცია, რომლისთვისაც ეხლა ადამიანები ხარჯავენ ძალიან ბევრ დროს, მაგალითად.
ძალიან ასე ვთქვათ ინტენსიურად შემოდის ახლა ინდუსტრიაში აქტივობები AI აგენტების მხარეს, რომ იმეილების მთლიანი ავტომატიზაცია AI აგენტების მხარეს გადავიდეს. აღარასდროს და AI ანუ ასე ვთქვათ რას გულისხმობ იმეილების ავტომატიზაციაში. ხო, არა მარტო ის, რომ ეს იმეილი მოვიდა და ამის summary გააკეთოს და ისევ ტექსტად დაგიბრუნოს, არამედ ამ იმეილის საფუძველზე თუ რამე აქტივობის გაკეთება შეიძლება. რომ მაგალითად ვიღაცას გაუგზავნოთ მესიჯი, რომ ამ იმეილში ეწერა, რომ სტოკებში რაღაც დაგვემატა და ეს გადასაზიდია სადღაც. ან არ აქვს მნიშვნელობა, რაღაც მონაცემთა ბაზაში რაღაც ჩავწეროთ. ეს უკვე რეალობა არის და აი წერან შენ ახსენე ესეთი თული NA10, ხო? აი იმეილების ავტომატიზაციაში და ანუ მინდა რომ ერაზე დაფიქრდნენ შენი მაყურებლები. თუ ის ადამიანი ხარ, ანუ ვის რაღაც ძალიან ბევრი იმეილს იღებს და ან თანამშრომლები ყავს, ვისი ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა არის, რომ იმეილები წაიკითხონ და ამ იმეილების საფუძველზე სადღაც რაღაცა მიიწერონ, სადღაც რაღაცა Excel-ში მოინიშნონ და ჩაწერონ, ან სადღაც ვიღაცას დაურეკონ, რომ ეს უნდა გააკეთო. ამ ყველაფრის ავტომატიზაცია სრულად შეიძლება და საერთოდ არ არის საჭირო ამებისთვის რაღაც ძალიან ინტენსიური და ძალიან სერიოზული პროექტების აწყობა, ასე ვთქვათ, ინჟინერული გადმოსახედიდან გულისხმობ და NA10 long flow-wise ეს ყველა ეს აგენტური drag and drop თულები არის, ამით შეიძლება 100% ამ кейსების დაფარვა. და რეალურად კომპანიები რას იღებენ? კომპანიები იღებენ, რომ თანამშრომლები ესეთ რაღაც ავტომატურად ძალიან ასე ვთქვათ, განმეორებით საკითხებზე დროს აღარ ხარჯავენ და უფრო მნიშვნელოვან რაღაცებზე კონცენტრირდებიან. Fine tuning-ი. წეგან ვახსენეთ. Fine tuning-ი ნიკა განავრცობს მერე უფრო სიღრმისეულად, მაგრამ იგივე მურგება და წვრთნა, ეხლა ძალიან ტექნიკურ ტერმინებში ვარ ჩავიდეთ, ხელოვნური ინტელექტის, ოღონდ ამ შემთხვევაში რაგისგან განსხვავებით აი ადგილზე არა გვაქვს რა ხელოვნურ ინტელექტს ვავითარებთ და წვრთნით და მონაცემები გაგვაქვს რაღაცნაირად. და რამდენი ერთი ხო მონაცემების პრობლემაა და მეორე მხრივ სიზუსტის პრობლემაც არის. რაგი არის, ასე რომ ვთქვათ, აი ძალიან ყველაზე მარტივი ტერმინებით რომ ვთქვათ, აი ყველაზე მარტივი ტექნოლოგია, რაღაცა მხრივ მარტივი ტექნოლოგია რა. აქვს რაღაცა ცოდნა, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, ვეკითხებით, მიდის პროგრამებში. ხო და ანუ სიზუსტის მაჩვენებელი არის, რომ რამე არ გამაზოს, ასე ვთქვათ, არის ძალიან მაღალი. და fine tuning-ის შემთხვევაში ნუ თავისი პლუსებიც აქვს, თავისი მინუსები, მაგრამ სიზუსტის ასეთი დიდი მაჩვენებელი არ არის და აი ჩემი პირადი გადმოსახედიდან ეხლა ნიკა უფრო გამოცდილი ამ საკითხში. კომპანიებისთვის უფრო რელევანტური არის ეს RAG ტექნოლოგია რა. ხო და fine tuning-ს ალბათ უფრო იყენებენ აი ვისაც რაღაც AI სტარტაპის და დაფუძნება სურს, რომელსაც აი რაღაცა თავისი მოდელის განვითარება უნდა ლოკალურად რა, რაღაცა კი ბატონო. და მოდი, ხო, ზოგადად ძალიან აქტუალური ტოპიკი არის ახლა fine tuning-ი, რა თქმა უნდა, ძალიან აქტუალური ტოპიკი არის. და მოდი კარგად ჩავყვეთ, რატო ყველა ბიზნესისთვის უკეთესი არის 99% кейსებში, როცა სტანდარტულ ბიზნესებზე საუბრობთ. რაგის გამოყენება და არა fine tuning-ის. ორივე კიდე ერთხელ გავიმეოროთ არის, ასე ვთქვათ, მექანიზმი, რომ შენ ხელოვნურ ინტელექტს ის სპეციფიკური ცოდნა მისცე, რომელიც შენ კომპანიის რაღაც სენსიტიური ინფო არის და რაღაც public ინფორმაცია. და ამაზე ჩათაობა შეგეძლოს. იმიტომ რომ უკვე ყველა მივეშივეთ ამ ჩათაობას. რაგი როგორც თქვით. და ანუ შევადაროთ ეს ორი fine tuning-ი და ორი წუთის ავხსნა ზოგადად fine tuning-ი რას მოიცავს, იმიტომ რომ რაგი გავხსენით, ხო რაღაც. შენ მონაცემთა ბაზაში, ვექტორულ მონაცემთა ბაზაში შენ ინფორმაციას, ასე ვთქვათ, ჩაინსერტებ და მე ამას ეძებ ჩათაობის პროცესში. Fine tuning-ი ეს რაღაც ინფრასტრუქტურის დონეზე. რაღაც ახალი კომპონენტის შემოტანა საერთოდ არ ასმაშუება, რა ქვია. არ განიხილავს რა. რაღაც ახალი მონაცემთა ბაზის დამატებას და ასე შემდეგ. ეგ არ არის საჭირო fine tuning-ის კონტექსტში. Fine tuning-ის კონტექსტში რაც არის უშუალოდ მოდელის, რაღაცა weight-ებს რასაც ეძახიან, ანუ მოდელის გადატრენინგების პროცესი მოხდეს შენ კონკრეტულ ინფორმაციას დაყრდნობით. ანუ იგივე მოდელისთვის სწავლების პროცესია ამ რაღაც შენი სენსიტიური და შენი ლოკალური ინფორმაციის, თუმცა საერთოდ სხვა მექანიზმი, რომელსაც თავისი ბენეფიტები აქვს და თავისი დაუნსაიდები. დაუნსაიდი პირველი ერთი არის, რომ ზოგადად ძალიან ძვირიანი პროცესი არის. ძალიან ძვირიანი, ძალიან ნელი პროცესი არის რაგის ტექნოლოგიასთან შედარებით. და ნებისმიერ ბიზნესს, სტანდარტულად ბიზნესს გუშინ უნდა ხო ყველაფერი, რა თქმა უნდა. და ასე რომ არავის არ აქვს ამის ფუფუნება პირველ რიგში დროით და ფინანსურ კონტექსტში, რომ fine tuning-ით მიაწოდონ და ასწავლონ ხელოვნურ ინტელექტს თავიანთი სპეციფიკური ინფორმაცია. თუმცა მეორე ყველაზე უფრო ფუნდამენტურ პრობლემას ვეშეხებით, რომელიც არის დატის რაოდენობა.
ზოგადად რაღაც ტრენინგი და დასწავლა როგორც ხდება ფუნდამენტურად ხელოვნური ინტელექტის მოდელების არის, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი უზომოდ ბევრი რაოდენობის ინფორმაციის, ასე ვთქვათ, მიწოდებით და აქ რაღაც ასე ვთქვათ, სხვადასხვა GPU კლასტერებზე ამის გაშვებით, რომ ტექნიკურ თერმებში აღარ შევალ, რაღაც დასწავლა მოხდეს, ათვისება მოხდეს ხელოვნური ინტელექტის მიერ ამ ინფორმაციების. და უბრალოდ ხელოვნური ინტელექტი ტექნოლოგიური გადმოსახედით როგორც მუშაობს, ჭირდება ძალიან ბევრი ინფორმაცია და არა 1-2 PDF ფაილი, ან 1-2 Word-ი ან Excel-ის ფაილი და ასე შემდეგ. ჭირდება 1000-ობით ან 10000-ობით ესეთი ფაილი, რომ იქ რაღაც რელევანტური ინფორმაციას ამოკრება შეძლოს. და ძირითადად ამ ორი მიზეზის გამო, რომელიც არის, რომ ბიზნესებს რა use case-ებიც აქვთ, როცა თავისი კონკრეტული ინფორმაცია უნდათ რომ ასწავლონ ხელოვნურ ინტელექტს, არის რომ რაღაც ძალიან ლიმიტირებული რაოდენობის ფაილები ან ცოდნები აქვთ და ამაზე უნდათ რომ ან customer-ები ეჩათაონ ისე შიგრით გუნდში ეჩათაონ და მეორე, რომ არა აქვთ იმის ფუფუნება, რომ ძალიან ბევრი დრო ელოდონ, რომ ამ შედეგებს მიიღო. რომ ეს შედეგები მიიღო. და ეს ორი მიზეზი არის ძირითადად, რატომაც 99% ბიზნეს use case-ები დაფუძნებულია რაგის ტექნოლოგიაზე და არა, ასე ვთქვათ, fine tuning-ის ტექნოლოგიაზე. ანუ აქ ალბათ გეცოდინება ახალი ის შემოდის კიდე უფრო ცოტა ტექნიკური მას მაინც გავალებ, რომ context window რაც არის, ძალიან იზრდება context window ყველაფერს. ან მილიონი ტოკენი არის ხა Gemini-ის, ხო? და რაღაც GPT-4.1-ის მოდელისაც მილიონი არის. და ესეთი ასე ვთქვათ controversial topic-ი არსებობს, რომ საბოლოოდ რაგი მოკვდება, რომელიც დაახლოებით 4 წელია კვდება თუ 3 წელია კვდება და ვეღარ მოკვდა რა. და ყველაფერს context window-ში. ყველაფერს ჩაკოპირება შეუძლება მარტივად რო ვთქვათ, საერთოდ ყველაფერს. უზომოდ დიდი წიგნების, უზომოდ დიდი კონტენტის და ამაზე საუბარი შემდეგ ისე, რომ არც არაფერი დრო არ დავხარჯოთ, რომ ახალი ინფრასტრუქტურული კომპონენტები შემოვიტანოთ, ანუ ვიღაც ინჟინრები ავიყვანოთ, რომ ვექტორული ბაზა დაგვიკონფიგურირონ და არც დროში გაიწელება ეს ყველაფერი რა. წავიდეთ ნელა ხა შეჯამებისკენ. მე დავიწყებ შეჯამებას და მე კითხვის სქემას როგორ შეგვიძლია შევაჯამოთ. მე მგონი იდეალურად წავიდა ჩვენი ეპიზოდი, ძალიან კარგად განვიხილეთ ყველაფერი, რაც გვჭირდებოდა. შეჯამებისას მინდა რომ ეს 4 შრე შევაჯამოთ, რაც განვიხილეთ, ასე ვთქვათ და მე დავიწყებ ასე რა. 4 კატეგორიას გამოვყოფდი რა. კომპანიების AI პროექტები რა. ასეთი კატეგორიზაცია რომ მოახდინოთ. პირველი ეს არის როგორც თქვით. ყველაზე basic დონე, როცა კომპანიის შიგნით დიდი იქნება თუ პატარა, უბრალოდ ხელოვნური ინტელექტის გარკვეული მოდელების გამოყენებისკენ უბიძგებთ თანამშრომლებს, ძალიან მარტივი, არაფერი რთული, რაც არ უნდა იყოს, რომელ დეპარტამენტში არ უნდა იყოს, რომ გამოიყენებდნენ აი ელემენტარული დავალებების შესაძლებლად. მეორე დონე ეს არის ოდნავ უფრო რთული და ოდნავ უფრო სერიოზული დონე, როცა რაღაცა სპეციალიზირებულ ხელსაწყოებს, მათ შორის chat-bot-ებს, call center-ისთვის მაგალითად, როგორც წეგან თქვი, იურიდიული განყოფილებისთვის რაღაცა სპეციალიზირებულ არის, მაგალითად, რაღაცა არ მახსოვს სახელი, ქართული სტარტაპია, იურიდიული სტარტაპი, ხო? არის კიდე ქართული სტარტაპი, საგადასახადო AI. მოკლედ, ასეთ სპეციალიზირებულ თულებს იყენებენ, ოდნავ სერიოზული ვარიანტია უკვე, მაგალითად, თუნდაც HR-ში და ასე შემდეგ. ეს მეორე დონე, მესამე დონე, რომელსაც მე გამოვყოფდი, ჩემი კატეგორიზაცია მოახდინე. ეხლა მესამე დონე, მე გამოვყოფდი, ესე ვთქვათ, AI აგენტები, რომლებიც უკვე რაღაც დაკავშირებებს ახდენენ და უფრო მეტად სერიოზულად ახდენენ ამ ყველაფერს, რომ ეს მთელი AI ინსტრუმენტები უკვე ფრაგმენტულად და ცალ-ცალკე კი არ იყოს მთელ ორგანიზაციაში გაშლილი, არამედ რაღაცნაირად ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული და ვიღაცის ხელში ცენტრალიზაციები მოხდეს. მაგალითად, თუნდაც დამფუძნებლის ხელში, რომელიც ასე ვთქვათ, კომუნიკაცია აქვს რომელიღაც AI აგენტთან, რომელიც სხვადასხვა დეპარტამენტის რაღაცა ინფორმაციებს კრავს AI ხელსაწყოების გამოყენებით და იქ ინტეგრირებულად და რაღაცა ინფორმაციები მოაქვს და მეოთხე დონე, რომელიც ჩვენ შეაჯამე უკვე კომპლექსური AI პროექტები და მოკლედ რომ კიდე განვიხილოთ, რომ აი საბოლოოდ რა სახის პროექტებია და რა სახით ვაინტეგრირებთ ყველაფერს მოკლედ. კი ბატონო. ესე იგი, საბოლოო შეჯამება აინც რომ დავდოთ, თუ არ ბიზნესი და რაღაც კონტექსტში მინდა რომ სტრუქტურაზე მოვახდინო რომ AI-ს ჩემთან უნდა იყენებდნენ სხვადასხვა დონეზე. პირველი რასაც ვშვებით აუცილებლად არის რომ
დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი თანამშრომლები GPT-ს იყენებენ, ან სხვა მოდელებს და ეფექტურად იყენებენ, იმიტომ რომ ძალიან დიდი განსხვავება არის, აი კატასტროფულად დიდი განსხვავება, უბრალოდ იყენებ და ეფექტურად იყენებ. იმიტომ რომ GPT-ს შემოსვლამ საკუთარი პროფესიები გააჩინა, როგორც პრომპტ ინჟინერი და ასე შემდეგ. პირველი არის ეს, მეორე ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი რაც იქნება, არის რომ პრობლემები პირველ რიგში ყოველთვის პრობლემებს ვაიდენტიფიცირებთ. რა პრობლემა გვაქვს და ამის მოგვარება ხელოვნური ინტელექტით ხო არ შეიძლება ძალიან ეფექტურად. ეს უნდა იყოს პირველი აზრი. ამ აზრის გაჩენის შემდეგ, პირველ შემთხვევაში ვარისერჩევთ მზა პროდუქტებს, ხო არ არის შემთხვევით ისეთი პროდუქტები, სადაც თვეში $25 გადავიხდით ან $30 და ეს პრობლემა აღარ გვექნება ჩვენ. ანუ ოპერაციულ ხარჯებში გადავიტანთ ამ ყველაფერს და არა კაპიტალურ ხარჯებში. თუ ეს რაღაც პროდუქტები დავარისერჩეთ, AI პროდუქტები და აქ არ არის ის კონკრეტული სპეციფიკა, რასაც ჩვენ პრობლემას აქვს ბიზნესში, ვიწყებთ უკვე ფიქრს, რომ ჩვენი AI პროდუქტი უნდა ავაწყოთ შიგნით კომპანიაში. და აქ არის ზუსტად ის ჩაშლები, რომ არსებობს უფრო ასე თქვათ მარტივი აპლიკაციების აწყობა, რომელიც არის უბრალოდ რაღაც, როგორც არის custom chat GPT-ს აწყობა, რომ შიგნით custom knowledge იყოს ყველაფერი და ამ შემდეგ და ამ სპექტრში ეს არის რეალურად ახლა ჩვენ რაღაც რამდენიმე სტეპი გამოვკვეთით, მაგრამ რეალურად სპექტრი არის, ბევრად მეტი ჩასვლა არის შიგნით. და ერთ მხარეს არის უბრალოდ chat ინტერფეისების აწყობა, რომელსაც ძალიან ელემენტარული აქტივობების გაკეთება შეუძლია, თუნდაც როგორიც შეიძლება იყოს, რომ Messenger-ში customer როცა მოგწერს იმის მაგათ ადამიანმა უპასუხოს. ხელოვნურმა ინტელექტმა დაჰენდლოს მთლიანი ასე თქვათ პრობლემური кейსი user-ის და ამ სპექტრის ბოლოში არის ძალიან კომპლექსური მულტიაგენტური სისტემები, რომლებიც ახდენენ ოპერაციული აქტივობების ოპტიმიზაციას. ეს შეიძლება იყოს inventory management-ი, ეს შეიძლება იყოს რაღაც data analytica და ასე შემდეგ. და open source და rack ტექნოლოგიით უკვე გამართული. ეს ყველაფერი შეგვიძლია ასე თქვათ ამ სპექტრის AI აგენტურ მხარეს ყველაფერი ერთად განვიხილავთ. AI აგენტს როცა განვიხილავთ, rack ტექნოლოგია, ნებისმიერი თუნდაც არ აქვს მნიშვნელობა fine tuning-ის გამოყენება, რომ custom ინფორმაციები მივაწოდოთ, ეს ყველაფერი AI აგენტურ მხარეს ავტომატურად მოიაზრება. შვენიერი. სულ ბოლოს ფინანსურ მხარესაც რო შევეხოთ დაახლოებით და გაგვიფრინდა დრო შეგვიძლია დავასრულოთ ეპიზოდი. კი, ფინანსურ მხარეში გულისხმობ, ანუ რამდენად ანუ კომპანიებმა რო AI ინტეგრაცია გააკეთონ, რამდენად ხარჯებთან. ოკეი. კი ბატონო. კი ბატონო, იდეაში მან ყოველთვის ორი რაღაცას ვეხებით ხოლმე. პირველი არის რომ ეხლა რა მოცემულობა აქვს და მეორე რა ტენდენცია შეიმჩნევა, რომ რა ნახევარწელში ან ერთ წელში რა ტენდენციის რა სიტუაციაში ვიქნებით რა. სტანდარტული software აპლიკაციების, კიდე web, კიდე mobile აპლიკაციების განსხვავებით. ცოტა უფრო არაბიუჯეტური არის ხოლმე, იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც თავდაპირველი ხარჯი კაპიტალური ექსპენსი ესეთი პროექტის აწყობის, როცა შენი AI პროექტის აწყობა კიდე კომპანიაში. ძირითადად არ განსხვავდება ერთმანეთს. ჩათვალე შენი web page-ის აწყობა თუ გინდო და ან შიდა მენეჯმენტის სისტემის warehouse-ის ხარჯი დაახლოებით იგივე იქნება. თუმცა განსხვავება გვაქვს ოპერაციულ ხარჯებში. თვიდან თვემდე ჩვენმა სისტემამ რო იფუნქციონიროს და სიცოცხლიანობა რო შეინარჩუნოს, რა ხარჯები უნდა გავწიოთ. და ზუსტად იმიტომ რომ ზოგადად AI პროექტები მონაცემებით დატვირთული არის და ყოველთვის ძალიან ინტენსიურად ჭირდება რომ ასე ვთქვათ AI აგენტებმა სხვა ფუნდამენტურ AI მოდელებს ესაუბრონ. ოპერაციული ხარჯები ბევრად იზრდება, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი user-ი გამოიყენებს ჩვენ აპლიკაციას, უფრო მეტჯერ უნდა მივაკითხოთ ბრჭყალებში, უტრირა რა თქმა უნდა, ChatGPT-ს, უფრო მეტჯერ უნდა ვკითხოთ რაღაცა და უფრო მეტჯერ უნდა დაგვიბრუნოს პასუხი. და სტანდარტული mobile ან web აპლიკაციების განსხვავებით, AI აპლიკაციებს external dependency აქვთ ChatGPT-ზე, Google-ზე და ასე შემდეგ. რაც რა თქმა უნდა, ყოველი კითხვის და ტოკენების რაოდენობაზე გვჩარჯავს. თუმცა ხო, მეორე ვთქვათ, რომ ტენდენცია რა შეინიშნება, რომ თქვენ რო ნახოთ წინა წელს რა ფასი ქონდა ერთ მიწერ მოწერას ბრჭყალებში ChatGPT-სთან და ეხლა რო შეადაროთ ფასი იკლებს. და ესე ძალიან ცნობილი ასე ვთქვათ AI ენთუზიასტი ანდრეი კარპათი, რასაც ამბობს არის, რომ AI თულების გამოყენება გახდება commodity. ზუსტად იგივე არის როგორც რაღაც ელექტროობა გვაქვს, როგორც წყალი გვაქვს, ფასი ძალიან შემცირდება და მიწოდება გაიზრდება. და ფაქტობრივად უგულებელ ყოფა შეგვეძლება რაღაც პერიოდში ამ ყველაფრის.
გადმოწერილის შემთხვევაში აი რა ტექნოლოგიებთან დაკავშირებით რა ან open source გადმოწერილის შემთხვევაში გადმოწერის შემთხვევაში გვაქვს უბრალოდ სერვერის ხარჯი გექნება უბრალოდ სერვერის ხარჯი უბრალოდ თვიდან თვემდე სერვერის ხარჯი რომელიც პროგრამული ინჟინერის ხარჯი რომელიც ამას აგვარებს open source-ის ხარჯი არ გაქვს და გაქვს რა ტექნოლოგიის ხარჯი და უბრალოდ ანუ ყოველთვის მე რო ამ რაღაცებზე ვლაპარაკობ ავტომატურად დეფოლტად მიმდის ფიქრი იმაზე რომ ChatGPT-ს ან Gemini-ს ვესაუბრებით იმიტომ რომ 90% use case-ებს ბიზნესების რასაც ბიზნესებს უნდათ რომ გააკეთონ ეს кейსი კარგად ფარავს და პირველად უფრო მარტივია ხო ვიდრე შენ სერვერზე შენი ასე ვთქვათ open source ღია კოდის მოდელი რო დახოსდეს გამოიყენო ანუ უფრო მეტად მოთხოვნა მაინც მაგაზეა კი ვიდრე open source კი იმიტომ რომ პროცენტულად იმ პრობლემებისა ბიზნესებს რაც აქვთ სტანდარტულად უფრო ნაკლები არის ხოლმე. და რაგს მაგ შემთხვევაში რაგს რა კუთხით ეყენებენ მაგას ვერ ხვდები. ზუსტად იგივე ანუ მე თუ მაგალითად ისეთი ინფორმაცია მაქვს იმაში რა ქვია LLM-ში კომპანიაში ისეთი ინფორმაცია მაქვს და API-ით. API-ით ვიკონტაქტებით GPT-ს კი ბატონო. მაგრამ ანუ მოკლედ თუ ისეთი ინფორმაცია მაქვს რომელზეც ეგეთი რაღაც ძალიან მკაცრად ბაუნდერები არ მაქვს რომ აი აუცილებლად ყველაფერი ჩემთან უნდა იყოს. 100% ფიზიკურ დონეზე ჩემთან უნდა იყოს ყველაფერი და ფიზიკურ დონეზე უნდა მქონდეს მე ყველაფრის კონტროლი. 90% ბიზნეს use case-ების ხშირად ეგეთი არის ხოლმე რა. და მაგიტო ყველა okay ვართ იქ ზუსტად იმიტომ რომ ძალიან მალე გვინდა რაღაც გაკეთება. თავდაპირველი ხარჯი არ გვინდა რომ ძალიან დიდი გქონდეს. ამიტომ გამზადებული API-ს ვიყენებ რაღაცებს დავტესტავთ, გინდა AI აგენტით, გინდა რაგით. და შემდეგ თუ ამ ყველაფერს დავწმუნდებით და უკვე მზად ვართ რაღაც სენსიტიურ დატაზე გადავიდეთ, ჩვენ open source-ის შემთხვევაში ხარჯი ხო არა გაქვთ. გადმოწერილი open source-ის ხარჯი სერვერ ანუ თავდაპირველად ამის დაკონფიგურირება ანუ პირველადი დროით ინვესტიცია იქნება ბევრად დიდი. და მე დღეს ვემინდა რომ შედეგები მიიღო რა. გავიგე, მივხვდი, ხო რა. იქ ვიღაცამ უკვე გააკეთა, გამიზადა და მითხრა რომ ერთხელ გამოგზავნი რაღაც 1000 ცენტს გადამიხდი ერთ გამოგზავნაზე. და რაზეც მე okay ვარ რომ ერთ კვირაში რაღაცა გავტესტო. იმიტომ რომ ძალიან სწრაფად მივიღოთ რეზულტატები. და თუ მივხვდით რომ ყველაფერი სისტემა კარგად მუშაობს და მარტო ის არის ამოსაცვლელი. უშუალოდ ხელოვნურ ინტელექტთან საუბარი. მე დავფიქრდები იმაზე რომ ხო არ გადმოვიდა. რა ტექნოლოგიებთან რა ხარჯებია? რა ტექნოლოგიებთან რეალურად ინფრასტრუქტურის ხარჯები პირველ რიგში, რომ მონაცემთა ბაზა რაღაც სერვერზე ფიზიკურად გაშვებული უნდა იყოს და ძალიან ბევრი რეალურად მონაცემთა ბაზები არსებობს, სხვადასხვა ბიუჯეტურ დონეზე, რაღაც Pinecone არის, ChromaDB და ასე შემდეგ. პირველი ეს და საკმაოდ ძვირი ღირს მინდა გითხრათ, ანუ სტანდარტული მონაცემთა ბაზებისგან განსხვავებით, აი MS SQL. დაახლოებით რაღაც 2-3 ძვირი სტანდარტულად დაჯდება რა. რა თქმა უნდა, მოთხოვნაზე არის. ანუ ესე სტანდარტულად რო გავასაშველოთ 2-3 უფრო ძვირი ჯდება რა, მაგრამ მოთხოვნაზე და მონაცემების ასე ვთქვათ რაოდენობაზე არის დამოკიდებული. და მაგრამ მონაცემების გარდა უშუალოდ ამ რაღაც AI-ისთან რაგში AI-ისთან საკომუნიკაციო ტოკენების ხარჯვა, როცა API-ს თუ იყენებ OpenAI-ს უნდა გადავხო და თუმცა თუ ლოკალურად დახოსტავ, არაფერს გადახდა არ მოგწევს. მე მგონი ძალიან მაგარი ეპიზოდი გამოგვივიდა, ძალიან მარტივად და ნათლად ავხსენით ყველაფერი და მოუფინეთ ნათელი, ასე ვთქვათ, AI პროექტებს ბიზნესში. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ. ძალიან საინტერესო გამოგვივიდა და კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვ მაყურებელს, რომ აუცილებლად გამოგვიწერეთ როგორც ჩვენი არხი და დაგვიწერეთ ფიდბექი ასევე for loop-ი, იმიტომ რომ არ ველოდი სიმართლე გითხრა, რომ ესე მარტივად გადავივლიდით, ანუ ძალიან სერიოზულ თემებს, ანუ ფაქტობრივად მთელ ღერძს რაზეც დგას. იდეაში ახლა რაც ხდება, ყველაფერს შევეხეთ ფაქტობრივად. აბსოლუტურად და ძალიან ჩემი აზრით მარტივად განვიხილეთ და თუ რაიმე კითხვა იქნება, აუცილებლად დაგვიტოვებენ. ფიდბექს დაგვიბრუნებენ და იტერაციებით უფრო კარგ და უფრო კარგ ეპიზოდებს გავაკეთებთ. კი, მადლობა დიდი და დაგიბრუნდებით მომავალ ეპიზოდს ნახვამდის.